ბაქოს ნეფჩის თავარი მწვრთნელი გახლავთ ბიუკაკა გაჯიევი. ალბათ ისიც სათქმელია, რომ არც ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრასთან შედარებით არ შეცვლილა. თქვენს ეკრანებზე მსაჯთა ბრიგადა დღეს ამ მატჩს მომსახურებიან უნგრელი მსაჯები. ტომაშ ბოგნარის ხელმძღვანელობით, სწორედ იგი იქნება მატჩის მთავარი არბიტრი. ორიოდე სიტყვით პირველი შეხვედრის შესახებ ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა იხილა კიდეც აი ეს მატჩი. ეს არის ბანერი no to racism, რომელიც რასიზმის დაგმობისკენ არის მოწოდებული. ეს არის ის სასჯელი, რომელიც UEFA-მ გამოუტანა ჩიხურას ბურსასთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი მოვლენების და გამო. ბაქოს ნეფჩის ყავს ჩამოყვანილი გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა, რომელიც იყო კიდევ თქვენს ეკრანებზე, თუმცა ძალიან მცირე ჯგუფი არის და პირიქით ძალიან დიდი იმედი მაქვს მე, რომ თუ სტადიონი არ შეივსება ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში გარკვეული იმაზე მეტი რაოდენობა მაინც მოვა გულშემატკივრისა, რომელიც ესწრებოდა თუნდაც უკანასკნელ მატჩს საჩხერის ჩიხურასი, რომელიც მან გამართა ევროტურნირებზე ბურსას წინააღმდეგ შეხვედრა აქვს მხედველობაში. პირველი მატჩის შემდეგ ალბათ ყველამ იხილა ეს თამაში. ვერ ვიტყვით, რომ ნეფჩი აპრიორი უფრო ძლიერი კლუბია ვიდრე ჩიხურა, ვინაიდან თამაშის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა აბსოლუტურად თანაბარ ორთაბრძოლაში. იქ ერთი საინტერესო მომენტი იყო, პირველი მატჩი მიყავდა მე და ჩემ კოლეგას და მეგობარს დათო მინაშვილს და პირველი ტაიმის შემდეგ აზერბაიჯანული ტელევიზიის რეჟისორებმა შემოგთავაზეს სტატისტიკა, რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვეოდა UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ სტატისტიკას და თავადაც ვინც ადევნებდა თვალყურს დამერწმუნება, რომ პირველ ნახევარში მატჩისა ჩიხურამ რამდენჯერმე დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, ხოლო სტატისტიკურ მონაცემი კი მეტყოლებდა იმაზე, რომ ჩიხურას საერთოდ კარში დარტყმული არ ჰქონდა. მოკლედ, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იყო რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ბაქოლთა კარის სიახლოვეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა შანსები ნეფჩის ფეხბურთელებსაც, მაგრამ ერთობლიობაში მატჩი წარიმართა თანაბარ ორთაბრძოლაში და შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ბაქოში, მიუხედავად იმისა, რომ ნეფჩის წარმომადგენლები და მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ეთანხმებენ მოსაზრებას, რომ იმ შეხვედრაში შედეგი დაფიქსირებული იყო ლოგიკური, მათი აზრით ბაქოს ნეფჩი იმსახურებდა მოგებას, მაინც ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენი გადმოსახედიდან ეს არ არის სუბიექტივისთან დაკავშირებული, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვინც უყურებდა დამეთანხმება, რომ შედეგი იყო იმ შეხვედრისა ფრე 0-0 აბსოლუტურად ლოგიკური. ფლავინიომ მიცა ინტერვიუ ამ თამაშის წინ ბაქოს ნეფჩის კაპიტანმა და მან განაცხადა, რომ დარწმუნებული არის იგი თავისი გუნდის წარმატებაში, ხოლო გაჯიევმა კი ცოტა არ იყოს ესეთი უსიამოვნო კომენტარი გააკეთა ამ შეხვედრამდე. ახლა გამოდიან გუნდები მოედანზე, ძალიან სწრაფად გეტყვით, ქართველებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, ყიფიანის თამაში ნამდვილი ხელოვნება იყო, თანამედროვე ფეხბურთში მათი ადგილი არაა ქართველებში ასეთ ფეხბურთელებს ვერ ხედავ. იქნებ თქვენ ხედავთ, ესეთი კითხვით დაასრულა გაჯიევმა თავისი მცირე კომენტარი ამ თამაშამდე. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაინც და მაინც სასიამოვნო წასაკითხი ის, რასაც ბაქოური კლუბის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები წერდნენ, ნამდვილად არ იყო, თუმცა ისინი ასე ფიქრობენ და ჩვენი უდიდესი სურვილი იქნება, რომ საჩხერის ჩიხურამ დაამსხურიოს აი ეს წარმოდგენები ბაქოს ნეფჩის ცალკე ფეხბურთელებისა და ცალკე მთავარი მწვრთნელების. გამოვიდნენ უკვე გუნდები მოედანზე. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ეს მეტად საინტერესო შეხვედრა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული იქნება საჩხერული კლუბისთვის, კლუბი, რომელიც მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ევროტურნირებზე და ფაქტიურად დებიუტანტია, ახლოს არის იმასთან, რომ მოხდეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში. ქართულ კლუბებს აქვთ ამ ეტაპზე თამაშის გამოცდილება. მე შეგახსენებთ, რომ გორის დილა ორჯერ იყო გასული პლეი-ოფში, საიდანაც ერთი ნაბიჯია უკვე ჯგუფურ ეტაპამდე, მაგრამ სამწუხაროდ გორელებმა ვერც ერთხელ აი ამ რაუნდის გადალახვა ვერ მოახერხეს. ისინი ჯერ შეგახსენებთ დამარცხდნენ მარიტიმუსთან, ხოლო შემდეგ სეზონში კი დამარცხდნენ ვენის რაპიდთან. ძალიან დიდი იმედები იყო მაშინ გორის დილასთან მიმართებაში, ვინაიდან
გუნდში თავმოყრილნი იყვნენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რაღაც გორის დილას დააკლდა ორივეჯერ და შესაბამისად ჯგუფური ეტაპი ითამაშეს ჯერ მარიტიმომ, ხოლო შემდეგ კი კიდევ ერთხელ აღნიშნავ ვენის რაპიდმა. ეხლა თუ ჩიხურამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამ მატჩში შეძლო და გაიმარჯვა, თანაც მნიშვნელობა არ აქვს გამარჯვება ნებისმიერი ანგარიშით აძლევს ჩიხურას ხელს, მაშინ სწორედ საჩხერელი ფეხბურთელები ითამაშებენ პლეი-ოფს და არა ბაქოს ნეფტში. ბაქოელები შეიყვანენ პირველები ბურთს თამაშში, ბურთთან ჯულიუს ვობაი და ნფორი. პირველი მათგანი იყო ყველაზე აქტიური ბაქოში ჩატარებულ შეხვედრას თუ გავიხსენებთ. ჯულიუს ვობაი, რომელიც გახლავთ სიერა ლეონელი, ნფორი არის კამერუნელი, რამდენიმე ბრაზილიელი თამაშობს, არის სერბი მეკარე ნეფტის რიგებში. სასტარტო შემადგენლობაში არის მხოლოდ 3 აზერბაიჯანელი, დანარჩენი ყველა ლეგიონერია. დაიწყო მატჩი საკუთარ ნახევარზე ნეფტის ფეხბურთელები იწყებენ ისინი იერიშის ორგანიზებას. ვინც დაუამახსოვრდა ვობაის გარდა პირველი თამაშიდან გამომდინარე, ეს იყო მე-7 ნომერი არაზ აბდულაევი, რომელიც ტაიმნახევრის მანძილზე საკმაოდ აქტიურობდა მარჯვენა ფლანგზე. აი სწორედ აბდულაევი არის ახლა ბურთით და რამდენჯერმე საფათოდ შეუტიეს ბაქოელებმა იმ ზონიდან, სადაც აბდულაევი იმყოფებოდა, მაგრამ ვერც ერთხელ მათი იერიში წარმატებით ვერ დასრულდა. ფლავინიო ოდნავ უკნიდან თამაშობს მე-9 ნომერი ფლავინიო, ეგრეთ წოდებული პლეიმეიკერია. მის მოქმედებებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ახლა ძალიან კარგად ჩანს განლაგება ჩვენი სტუმრებისა. პირველი მატჩი ნეფტიმ ჩაატარა 3 ცენტრალური მცველით და ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებით. ამ ტაქტიკურმა მონახაზმა და ამ სქემამ რამდენადაც გაჯიევმა ჩათვალა, ეთყობა არ გაამართლა. ეხლა უკვე 4 მცველია, მათ წინ ნახევარმცველები, საყრდენები, შემდეგ 3 ფეხბურთელი. ერთ-ერთი მათგანი არის ფლავინიო და ცენტრში ვობაი, მარჯვნივ გარემარების ფუნქციას ასრულებს აბდულაევი და ცენტრალურ თავდამსხმელია ნფორი. თუმცა ეს არის მხოლოდ სქემატური განლაგება და ალბათ ძალიან ბევრჯერ იქნება ადგილმონაცვლეობა. პირველ იერიშზე გადადიან საჩხერელი ფეხბურთელები, მარჯვენა ფლანგზე გადაცემა, პასი ზუსტი არ იყო. დეკანოიძე ბურთს ვერ დაეწია. რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, აქ ყველაფერი სტანდარტულად არის, ყველაფერი ნაცნობია. მარჯვენა მცველი ოდიკაძე, ცენტრში თამაშობენ კაშია და შემდეგ მე-80 ნომერი რეხვიაშვილი, მარცხნივ თამაშობს კიმაძე. ეს არის დაცვის 4-ეული. კორიფაძე, რომელიც ახლა იყო ბურთით, არის ნახევარმცველებზე ოდნავ წინ, საყრდენებზე ჯამბულ ჯიღაური და დათუნაიშვილი მყავს ხედველობაში. და 3 შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი მარცხნიდან მარჯვნივ თუ ჩამოყვებით, ესენი არიან გაბედავა, კუჭუხიძე და ბესიკ დეკანოიძე. მაქსიმე ქვილითაია ბურთით. გადაცემა გაბედავაზე ვერ მიიღო იქ ჩიხურას მე-9 ნომერმა ბურთი, რომელმაც დატოვა მოედნის ფარგლები. სტუმრები განაახლებენ თამაშს. აუტი უნდა მოაწოდოს კაუემ. ესეც ბრაზილიელი გახლავთ. 3 მცველია ბრაზილიელი ნეფტის შემადგენლობაში. ბერტუჩი, რომელიც აეხლა მიდის ბურთზე. სწორედ მისგან მე მომეჩვენა რომ დატოვა უფრო მოედნის ფარგლები, თუმცა ლაინსმენმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. კაუე და კარდოსო, ესენი არიან ბრაზილიელი მცველები, რომლებიც ყავს ნეფტშის. არის პარაგვაელი საყრდენი ნახევარმცველი რამოსი, არის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფლავინიო, როგორც გითხარით, არიან სიერა ლეონეს და კამერუნის წარმომადგენელი, მოკლედ საკმაოდ ინტერნაციონალურია ნეფტის შემადგენლობა, სერბი მეკარე უდგათ კარში. ვობაი ძალიან ტექნიკურია, რამდენიმე ესეთი ეპიზოდი იყო პირველ მატჩში, რომელშიც მან დაგვამახსოვრა თავისი დრიბლინგით და ოსტატობით თავი. ახლა მარჯვენა ფლანგიდან ნეფტის იერიში ჩაწოდება საჯარო მოედანში ქვილითაია თამაშობს ზუსტად, ეუფლება ბურთს.
ჩიხურას გოლკიპერი, სწრაფად მისი შეყვანა თამაში არ გამოვიდა და ოდიკაძე გრძელი გადაცემის მცდელობა იქ ქორიფაძე ცდილობდა გახსნას და სწორედ მისი მიმართულებით იგზავნებოდა ეს პასი, მაგრამ რამდენადაც ნახეთ ზუსტი ოდიკაძის მოქმედებები არ იყო. ფლავინიო დააბრუნა ბურთი ოდნავ უკან. შეცდომა, რომელსაც უშვებენ ბაქოელები საკუთარ ნახევარზე, შესაბამისად ბურთს კარგავენ და ნახოთ მარცხენა ფლანგიდან საჭყერელთა იერიში ქიმაძე ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, კარში დარტყმა შეიძლება ქორიფაძე მარჯვნივ გადაცემა. მე მგონი ცოტა არ ელოდა ამ პასს დეკანოიძე. ყოველ შემთხვევაში ასეთი ტრაექტორიით წასულ ბურთზე თამაშისთვის დეკანოიძემ მზად არ იყო, დაიკარგა რამდენიმე წამი და შესაბამისად იერიშმა დაკარგა სიმწვავე. ოდიკაძე ემზადება გვერდით ხაზიდან ბურთის თამაშის შემოსაყვანად. კუჭუხიძე იბრძვის ბურთისთვის და საბოლოოდ გაერკვნენ ჩვენი სტუმრები. გამოიტანეს ბურთი კარის სიახლოვედან, თუმცა მომენტალურად იგი დაკარგეს. რეხვიაშვილი სტამენკოვიჩი ნევჩის გოლკიპერი ეუღრება ბურთს. ბაქოელები იწყებენ. არის გულშემატკივარი სტადიონზე, ხო თქვენ შეძახილების გესმით, სავსე არ არის სტადიონი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს კომაგობა, რომელიც აქვს ახლა ამ წუთას ჩიხურას და რომელიც დარწმუნებული ვარ ექნება მთელი მატჩის მანძილზე. ერთგვარი მოულოდნელობა იყო, ახლა მაშინ როდესაც სტარტი აიღეს ევროტურნირებზე საქართველოსთან ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან იგივე ზესტაფონი, იგივე საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი, რომლებიც მიიჩნეოდნენ კიდეც კანდიდატებად იმისი, რომ სწორედ ისინი გადალახავდნენ რამდენიმე ეტაპს და რომელიმე მათგანი ითამაშებდა რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ამის იმედი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა და როდესაც ეს ორი ასეთი კლუბი ეთიშება ასპარეზობას პირველივე წრეში და თანაც ეთიშება ისე რომ კითხვის ნიშანსაც კი არ ტოვებს, დინამო აგებს აქტობესთან, ხოლო ზესტაფონი კი ტრნავის სპარტაკთან და ამ ფონზე ჩიხურა აგრძელებს ბრძოლას, ეს მართლა მოულოდნელობაა. კარგი იერიში დეკანოიძე საჯარიმო მოედანში. ოდნავ უკან გადაცემა ჩაწოდება. გამოიტანეს ბაქოელებმა ბურთი კარის სიახლოვედან და ცდილობენ სწრაფი კონტრიერში წარმართვას, რა თქმა უნდა არ გამოსდით. ყველაფერი აი ამის ფონზე, როდესაც ჩიხურა გადის უფრო მეტ ეტაპს, ვიდრე იგივე დინამო და იგივე ზესტაფონი, ეს მართლაც მოულოდნელობა არის, თუმცა სასიამოვნო და კარგი მოულოდნელობა. და იმედია ეს კლუბი გააგრძელებს ზრდას. აქ საფათო შეიძლება გამოდგეს ეს იერიში, თანაც ძალიან ყოჩახქვილითაია. ყოჩახქვილითაია, რომელმაც დაუხვედრა ბურთს ფეხი, ძალიან არასასიამოვნო ეპიზოდი შეიქმნა. მატჩის დებიუტში მერვე წუთზე ბაქოელები ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან. ახლა თუ ნახავთ ეპიზოდს განმეორებით, იქ აშკარა ჩავარდნა არის დაცვაში. აბდულაევი დაბალი გადაცემა და ნფორი ახერხებს, ეხება ბურთს, უცვლის მას მიმართულებას, მაგრამ ყოჩახ მაქსიმე ქვილითაია, რომელმაც უკუაგდო ნფორის ეს დარტყმული. დარტყმულიც არ ერქვა ახლა ამას, უბრალოდ შეეხო კამერუნელი ბურთს და შეუცვალა მას მიმართულება, თუმცა მაქსიმე ქვილითაია მიუარგა ამ ეპიზოდში და შეიძლება ითქვას თამამად, რომ გადაარჩინა ჩიხურა გაშუღებულ გოლს. ბერტუჩი ვობაიზე პასი. გადაცემა ზუსტი არ გამოდგა. კარგად ამოვიდნენ დაცვიდან საჭყერელები. აი ეს პასი უნდა ყოფილიყო ზუსტი და შეტევა კარგად გაგრძელდებოდა, მაგრამ დათუნაიშვილის გადაცემამ ვერ ივარგა. მარცხნივ ფლავინიო. ოდიკაძე ეთამაშება. ორი კაპიტნის ორთაბრძოლა, ფლავინიომ დააგორა ბურთი ოდნავ უკან, დარტყმა კარის მიმართულებით, ისევ დავით ოდიკაძე ბურთით. კუჭუხიძემ სადაიქცის ტრაპეზზე დაეჩაგრა თავისი ვიზავი, ამ შემთხვევაში კარდოსო იყო ეს ფეხბურთელი, მაგრამ არ გამოუვიდა. ვობაი
ისევ სიერა ლეონელი ცენტრში გადაცემა. საბოლოოდ ბურთი კაუემდე მივიდა, რომელმაც იპოვნა თავისივე ფლანგზე აბდულაევი. ისევ აბდულაევი ბურთით. ბერტუჩი. ვობაი. ფორი მოძრაობს, გააკეთა ვობაიმ. რბილი გადაცემა კამერუნელის მიმართულებით, მაგრამ წაიკითხა ეს ჩანაფიქრი მაქსიმე ქვილითაიამ იქ აკონტროლებდა ფორის მოძრაობას რეხვიაშვილიც. რომც არ გამოსულიყო ქვილითაია კარიდან, რეხვიაშვილი პირველი იქნებოდა ბურთზე, შესაბამისად ამიერის ალბათ გაგრძელება არ ეწერა. თუ რა თქმა უნდა რეხვიაშვილი შეცდომას არ დაუშვებდა და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამთავრდა მშვიდობიანად საჭიროთათვის. ახლა კი კარდოსო. კაუე. მარცხენა ფლანგი ისევ აქ ვობაის გადაახდა ბურთი. დატოვა მოედნის ფარგლები. ოდიგაძე დააბრუნა ბურთი უკან მაქსიმე ქვილითაიასთან. პირველ მატჩშიც რაღაც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია იმან რომ მთავარ მწვრთნელს საჩხერი ჩიხურასი ეცვა გადასაცმელი. აი ახლა ასეთი რამ არ არის, მაგრამ თუ დააკვირდებით ხო ნევჩის სათდარიკო და სკამს იქ უკვე ბაქოს ნევჩის თავკაც გაჯიევს აცვია გადასაცმელი. ამის მიზეზი არის ის რომ ნევჩი არის გამოსული თეთრი ფორმით და შესაბამისად ბაქოში სოსოპროიძეს, ხოლო აქ კი გაჯიევს თეთრიზე დააცვიათ და ეს არის დელეგატებზე საჯების მოთხოვნა. რათა არ მოხდეს აღრევა ერთმანეთში, ნუ ძნელია, მწვრთნელი და ფეხბურთელი აურიო ერთმანეთში, მაგრამ ფაქტია რომ ეს სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული. ოდიკაძე ამასობაში მარჯვენა ფლანგიდან საჭყელთა იერიში გადაცემა საჯარო მოედის წინახასთან დარტყმა კარის მმართველები და არ გამოვიდა ისეთი როგორიც საჭირო იყო და როგორც ყველას გვინდოდა გაბედავა უტყავდა კარში. არც სიძლიერი და არც სიზუსტით ეს დარტყმა არ გამოირჩა სამწუხაროდ. სტამენკოვიჩი. მაქსიმე ქვილითაია არჩება ბურთთან. თუმცა სხვა რამე უფრო საინტერესო რეხვიაშვილი ვერ ახერხებდა წამოდგომას რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ფორისთან ორთაბრძოლის შედეგად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა კარგად, რამდენადაც ჩანს, აქ არ არის ჯარიმა. გაბედავა გაითამაშა ბურთი კიმაძესთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მოედნის ცენტრშივე ეს ბურთი გაიკარგა და ნევჩი შეტევაში შორიდან დარტყმა კარის მმართველობით არაზუსტი ტოვებს მოედნის ფარგლებს. ქვილითაია შეიყვანს მას თამაშში. ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს ჩიხურას. მას უკვე დაუგროვდა 5 წაუგებელი მატჩი მიმდინარე ევროტურნირზე, ევროპა ლიგის გათამაშებას გულისხმობ. აქედან 3 საჩხელებმა დაამთავრეს ფრედ ანგარიში 0-0. 2 შეხვედრა ბურსასთან და 1-იც ბაქოში, მაგრამ ის რომ ეს წაუგებელი სერია არსებობს, ეს თავისთავად ძალიან კარგია. ვისაც ახსოვს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, იმას ისწრება რომ მაკედონიურ კლუბს თბილისში ჩიხურამ მე ვიტყოდ საკმაოდ ადვილად მოუგო. განსაკუთრებით მეორე ტაიმი წარიმართა სოსოპროიძეს გუნდის აშკარა უპირატესობით. ასე რომ თქვათ ისე არ არის საქმე რომ ჩიხურას შეუძლია მარტო მეორე ნომრად თამაში და სხვა რამის გაკეთება საჩხერლებს არ ხელეწიფებად. უბრალოდ ფრუიძე ძალიან კარგად არჩევს სათამაშო სტილს თავის მეტოქიდან გამომდინარე.
შესანიშნავად იცის ამ მთავარმომცემელმა თავისი გუნდის პლუს-მინუსები, თითოეული ფეხბურთელის და საუბარი იმაზე, რომ ჩიხურა არ თამაშობს მაინც რაღაც შემტევ და გახსნილ ფეხბურთს, მე მგონი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უადგილოა, ვინაიდან ამ თამაშს, რომელსაც ჩიხურა გვაჩვენებს, იგივე მატჩი ბურსასთან გავიხსენებთ და იგივე მატჩი ბაქოში, მოაქვს შედეგი. ამ ეტაპზე კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად აუგის თქმა ახლა საჩხერული კლუბის მისამართით იმის გამო რომ იგი არ თამაშობს რა ტოტალურად ჩემპიონ ფეხბურთს ალბათ ზედმეტია და უადგილოც კი არის. ბერტოჩი ბურთთან თამაშობაში თითქმის 15 წუთი გავიდა მატჩის დაწყებიდან ანგარიში არ გახსნა 0-0 რაღაც გარკვეული მცირე უპირატესობა ნეფჩის აქვს. იყო ერთი საკმაოდ არასასიამოვნო ეპიზოდი. ბავშვს მომენტი, როდესაც მაქსიმი გულთაინი ეთამაშა საკმაოდ კარგად. გაბედავა. გაიგო ბურთი წინ, მაგრამ დატოვა შემდეგ მოენის პარკლები, აუტია, რომელსაც მოაწვდიან ბაქოელი ფეხბურთელები. ეს ოსოფროლიძე თქვენს ეკრანებზე საჭიროა ჩიხურას მთავარი მწვრთნელი. ფორი საკმაოდ უკან მოუწია მას ჩამოსვლა. თუმცა ბურთი შეინარჩუნა კამერუნელმა. ფლავინიო, მარჯვნივ გადაცემა, აბდულაევი. დარტმა კარის მართულებით და გოლი. ეს საკმაოდ არასასიამოვნო რამ მოხდა ახლა. ფორის ბურთს გულისხმობ. მე-16 წუთზე მატჩისა ნეფჩი გადის წინ. მიაღებინეს კამერუნელს ბურთი. საჯარიმო მოედის წინა ხაზთან, გაისწორა და ძალიან კარგად დაარტყა. ერთით 0 ნეფჩი იგებს. გოლი მართლაც საკმაოდ ლამაზი გამოვიდა ფორის. ძალიან ძლიერი დარტყმული მეკარისაგან მარცხენა ცხრიანში. კვილითაიას დადანაშაულება რამდენად შეიძლება ახლა ზოგადად შეიძლება ითქვას რომ ახლო კუთხეში გავიდა ეს დარტყმული, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო და დაახლოებით 20 მეტრიდან თანაც რომ რეაგირების მოხდენა და იმდენად ზუსტი რომ რეაგირების მოხდენა ძალიან ძნელი იყო ამ დარტყმულზე. ოდიკაძე არა უშავს. ჯერ მხოლოდ და მხოლოდ მატჩის მე-18 წუთია. ბუნებრივია გარკვეულ უპირატესობას ეს გოლი ნეფჩის აძლევს და ახლა უკვე 2 აქვს ჩიხურას გასატანი იმისთვის რომ ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ახლა რაღაც გადაუჭრელ ამოცანასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ოდიკაძე არ არის ჯარიმა. არა არის. ჯამბულ ჯიღაური იყო იქ დარღვევაზე და არის აქ თამაშის წესების დარღვევა. ბერტუჩინ წააქცია ჩიხურას მე-7 ნომერი, საკმაოდ საფრთხო სტანდარტი, რომელსაც შეასრულებენ საჩხერელი ფეხბურთელები დავით ოდიკაძე ბურთთან. უნგრელმა არბიტრმა ზუსტად მიანიშნა ის დისტანცია, რა დისტანციაზე უნდა იდგეს ბაქოს ნეფჩის ფეხბურთელი. ოდიკაძე რბილი ჩაწოდება საჯარიმო მოედანში, მეორე საფუძველ ორთაბრძოლას ვერ ვიგებთ და ნეფჩის ძალიან სწრაფი კონტრშეტევა, ძალიან სწრაფად გადაკვეთეს მათ მოედნის ცენტრი, მაგრამ პასი ზუსტი არ გამოდგა. ელემენტარულ სიტუაციაში შეცდნენ ახლა ბაქოელები. კაუე კონკრეტულად რომელმაც დაახლოებით 10 მეტრში მდგომ პარტნიორს ბურთი ვერ გაატანა. მარჯვენა ფლანგიდან იქ შეიძლებოდა არასასიამოვნო იერში განვითარებულიყო. აქ ჯარიმაა, გაბედავაზე ერღვა თამაშის წესები.
თავისივე ნახევრიდან ჯარიმას დაარტყავენ საჩხერელი ფეხბურთელები. ეს კი თქვენს ეკრანებზე გატანილი არა, უპასუხოთ ეს კაუეა და არა ფორი, რომელსაც მიიღო ყვითელი ბარათი. პირველი დღევანდელ მატჩში. ბოდიკაძე. კორიფაძე მიბრძოლა ბურთისთვის. შემდეგ ჯიღაური. დეკანოიძე კარგი იყო ამ ეპიზოდში. ჩიხურას 51 ნომერი ძალიან ოსტატურად ითამაშა. კიდევ ერთხელ შვენივრად იმოქმედა დეკანოიძემ 2 ტოკეს გვერდით ბრწყინვალეთა უარა, მაგრამ შემდეგ ფეხი დაუწდა და შეტევა ვეღარ გააგრძელა. მივიღეთ საფასუხო არც თუ ისე სასიამოვნო კონტრიერში ნეფჩის შესრულებით ფლავინიო ბურთით. ოდიკაძე ეთამაშება, გაექცა ფლავინიო ოდიკაძე, ჩააწოდა საჯარიმო მოედანში. რეხვიაშვილია ზუსტი ამ ეპიზოდში, ძალიან კარგად ითამაშა პოზიციურად ცენტრალურმა მცველმა ჩიხურასი და გამოიტანა ბურთი საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ. ძალიან სახიფათო კონტრიერიში იყო, რამდენად ის კარგად ითამაშა დეკანოიძემ. ოსტატურად 2 ტოკეს ძალიან ლამაზად დაუარა გვერდი, იმდენადვე ძალიან სახიფათოდ შეუდია ნეფჩი მარცხენა ფლანგიდან. ბერტუჩი კარგავს ბურთს. კორიფაძის გადაცემა კუჭუხიძეზე ზუსტი არ გამოდგა, ცოტა გამოთიშულია ჯერჯერობით ჩიხურას მე-10 ნომერი მოვლენებს ბურთი არ მიდის კუჭუხიძემდე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არადა ჩვენ ვიცით რომ შეუძლია ჩიხურას 10-იანს ძალიან კარგად ბურთისთვის ბრძოლა. უმეტესობა ორთაბრძოლებისა ბაქოში მან მაგალითად მოიგო და ამით საფუძველი ეყრებოდა ხოლმე ხშირად ჩიხურას კონტრიერიშებს. ეხლა მსგავსი რამ ჯერჯერობით არ შეინიშნება და კიდევ ერთხელ აღნიშნავ ამის მიზეზი გახლავთ ის რომ სიზუსტე გადაცემებისა გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს. ნახოთ ეხლა რა გამოუვათ საჩხერელებს ისევ პასი კუჭუხიძეზე, ეხლა არის აქ სივრცეც არის და დროც იმისთვის რომ კარგად გაგრძელდეს ეს იერიში, მით უმეტეს რომ გაბედავა და დეკანოიძე ეხმარებიან კუჭუხიძეს. იქვე გაუთამაშა ქიბაძეს. კარგი ჩაწოდების გაკეთება შეიძლება ეხლა. პასი ოდნა უკან და სამწუხაროდ ეს გადაცემა ზუსტი არ იყო, იქ განიმუხტა ეპიზოდი ბაქოელთა მცველების მიერ. მორიგი კარგი შეტევა განახორციელა ჩიხურამ, ამჯერად უკვე მარცხენა ფლანგიდან, თუმცა პასი რომელიც გააკეთა ქიმაძემ უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო, იქ შეუშვირა ბურთს თავი იანუზადემ და განმუხტა ეს ეპიზოდი. მარცხენა ფრთა აბდულაევმა გადმოინაცვლა. აქეთ ჩააწოდა საჯარი მოედანში ძალიან სახიფათო მომენტი. ულამაზესი ეპიზოდი იყო ბაქოს ნეფჩის შესრულებით. აბდულაევის გადაცემა მარცხენა ფლანგიდან გაცვალა მან ფრთა, გადმოვიდა მარცხნივ, ჩაწოდება საჯარიმო მოედანში და ძალიან რთულ თავურ დარტყმას ასრულებდნენ ბაქოელი ფეხბურთელები. თუ არ ვწდები ეს იყო ვობაი. მოჭრა თავით მან ბურთი და გადაგვარჩინა კარის ზედა ძელმა. ვობაი არან ფორი იყო. დასწრებაზე ითამაშა დაასწრო ორ მცველს ურთულესი სიტუაციიდან, გაგზავნა ბურთი კარის მართულებით, საბედნიეროდ ბურთი ხდება კარის ზედა ძელს. 23 წუთი მატჩისა 1-0 ნეფჩი იგებს. საჩხერელები ბურთით. გაბედავა. ის უფრო ჩაწოდება გამოვიდა. გიბრძოლეს ამ ბურთისთვის. მასპინძლებმა, მაგრამ დაარღვეს თამაშის წესები. სტამენკოვიჩთან ორთაბრძოლაში. თავისუფალი, რომელსაც დაარტყავენ ჩვენი სტუმრები, კონკრეტულად კი მათი სერბი გოლკიპერი. თავისივე საჯარიმო მოედნიდან შეიყვანს ბურთს თამაშში.
დაარტყა ძლიერად სტამენკოვიჩმა. მეორე საფულზე ორთაბრძოლა, თავდაპირველად ყველაფერი იმითი რომ მოდიკაძეს მისდის ბურთი. აუტ. გადავა ბურთის პარკლები. კუჩუხიძე მას მაშინ შეეხო, როდესაც ბურთს გადაკვეთილი ჰქონდა გვერდითი ხაზი. ნფორი ძალიან აქტიურია. პირველ მატჩში გამოირჩეოდა ვობაი, ახლა უკვე კამერუნელი ფეხბურთელს კარგად გამოიყურება. დეკანოიძე ჩააწოდა. ცოტა დაიბნენ ნევჩის მცველები, მაგრამ საბოლოო ჯამში გაერკვნენ სიტუაციაში. კაუემ ბურთის გამოტანა მოახერხა კარის სიახლოვედან. კორიფაძე ჯარიმა, რომელსაც დაარტყავენ ნევჩის ფეხბურთელები. აი აქ მომენტი, ნახეთ. შეეხო ბურთს ნევჩის ერთ-ერთი მცველი. შემდეგ კაუეს მოუწია უკვე რამდენიმე მოძრაობით ამ ბურთის დამუშავება და საბოლოო ჯამში მისი გამოტანა საჯარო მოედნის ფარგლებს გარეთ. კარდოსო ბერტუჩი გაითამაშა ფლავინიოსთან. ძალიან კარგი შეტევა გამოვიდა ისევ ნევჩის ვობაი ბურთით საჯარიმო მოედანზე ეს უკანასკნელი აუარა გვერდი მოწინააღმდეგეს 2-0. ერნესტ ნფორი დუბლის ავტორი 27 წუთი მატჩისა. შეტევის დასაწყისია საინტერესო ანუ იმ მომენტიდან როდესაც ბერტუჩიმ ერთი შეხებით მიუგორა ბურთი ფლავინიოს, შემდეგ თვითონვე გაიხსნა შეიწია ცენტრისკენ მანაც და ფლავინიომაც გაუთავისუფლეს იქ სივრცე ვობაის, რომელმაც დიაგონალური მოძრაობა გააკეთა და დარჩა 1-1-ზე დავით ოდიკაძესთან უკვე საჯარიმო მოედანში. ის რომ ვობაი ტექნიკურია ჩვენ ამაზე ვთქვით და რომც არ გვეთქვა ეს ყველაფერი ჩანდა პირველი მატჩიდან გამომდინარეც, აუარა გვერდი ოდიკაძეს, კარის გასვლით ჩააწოდა და ფორი ცარიელ გარში გადაგზავნა ბურთი. 2-0. გართულდა ძალიან საჩხერელთა ამოცანა. 0-2 ნიშნავს იმას, რომ ჩიხურამ უნდა გაიტანოს ახლა უკვე 3 ბურთი მეტოქის კარში, ისე რომ საკუთარში არ გაუშვას არც ერთი, თუ რა თქმა უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავლენ საჩხერელი ფეხბურთელები შემდგომ ეტაპზე. შემდგომი ეტაპი კი პლეი-ოფია ევროპა ლიგის. მაქსიმე კვილიტაია თუნაიშვილი კარგავს ბურთს. გაბედავა მარცხენა ფრთიდან ცდილობს ჩიხურა შეუტიოსი, კუჩუხიძემ კარგად ჩააყენა კორპუსი, გაბედავა დაარტყა 2-1. ჩიხურა დაბრუნდა თამაში 30 წუთი ძალიან სწრაფად შეძლო გაბედავამ
ერთი საფასუხო გოლის გატანა. ძალიან კარგად ითამაშა კუჭუხიძემ, რომელმაც იქ მოიგო ორთაბრძოლა. დაუგორა ბურთი გაბედავას და ამ უკანასკნელმა შორეულ დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი 2-1. არანაირი ჯარიმა. ძალისმიერი ორთაბრძოლა მოუგო იუნუსზადეს ქართველმა ფორვარდმა და გაბედავამ დაარტყა ზუსტად მეტოქის კარისკენ 2-1. 30 წუთი მატჩისა. ფლავინიო ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო და დაცვაში განსაკუთრებით ვობაის და იგივე ერნესტონ ფორის წინააღმდეგ ორთაბრძოლისას. აბდულაევმა ჩააწოდა საჯარიმო მოედანში. დატოვა ბურთმა საერთოდ მოედნის პარკლები. მაქსიმე გვილითაია შეიყვანს ბურთს თამაში. იდეალური ვარიანტი იქნება ჩიხურასთვის თუ შესვენებამდე საჩხერლება მოასწრეს და კიდევ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი. დეკანოიძე სწრაფია. სამწუხაროდ ვერ დაასწრო აქ იანუსზადეს, რომელმაც მოახერხა და მოიგერია ბურთი, თუმცა მიუვიდა იგი ჯამბულ ჯიღაურს და უკეთ უნდა გაეჩერებია ჯიღაურს. აი ამ შემთხვევაში ბურთი ეს იყო ელემენტარული ტექნიკური წუნი, რომ მიეღო ჯიღაურს ისე როგორც საჭირო იყო ეს ბურთი ამ ეპიზოდში, მაშინ კარში დარტყმასაც მოახერხებდა. აქ კიმაძე იღებს ტრამვას. რეხვიაშვილი აჩვენებს ტამაშ ბოგნარს, რომ იდაყუჩა არტყეს ჩიხურას მარცხენა მცველს. იყო კონტაქტი აშკარად ერნესტონ ფორისა და კიმაძეს შორის და ეს არ მგონია მე რომ შემთხვევით მოქნეული ხელი იყოს. მე მომეჩვენა რომ დღეს განზრახვან ფორის აი ამ მოძრაობაში იგრძნობოდა და შემთხვევითობასთან ადგილი არ ქონია, სწორედ ამიტომ ითხოვდა რეხვიაშვილი ყვითელ ბარათს კანონმდებლისთვის, მაგრამ უნგრელმა რეფერიმ გადაწყვიტა, რომ ასეთი ზომები ერნესტონ ფორის წინააღმდეგ არ მიეღო. ხშირად ამას ჩვენ ვარქმევთ სიტყვიერ შენიშვნას, შეიძლება შენიშვნაც არის, ან უბრალოდ ახსნა განმარტება, რომელიც მისცა მატჩის მთავარმა არბიტრმა აფრიკელ თავდაცველს. ბერტუჩი, კარგია ქორიფაძე ამ ეპიზოდში. ჯიღაური, ოდიკაძე. მარცხენა ფლანგიდან კიმაძე ჩაერთო შეტევაში. სამწუხაროდ ბურთი დაკარგა. გორნი იყვნენ გაბედავა და კიმაძე და უკეთად შეიძლებოდა ახლა ამ შეტევის განვითარება, მაგრამ რატომაც ვერ გაერყნენ იქ სიტუაციაში კარგად მასმინძლები და შესაბამისად მხოლოდ აუტი თანაც მოაწვდიან მას ბაქოელი ფეხბურთელები. იქვეა საჭირო თამაში აქტიურად თანაც მეტოქის ნახევარზე უნდა შევაწუხოთ ნევჩის ფეხბურთელები, რათა მათ ვერ მოახერხონ შეტევის წამოწყება. გრძელი გადაცემა საჯარიმო მოედანზე, იქ ორთაბრძოლა, მაგრამ ტოვებს საბოლოო ჯამში ბურთი მოედნის პარკლებს. სტამენკოვიჩი განაახლებს თამაშს. კარდოსო, ბერტუჩი. ორ ფეხბურთელს გაცდა ბერტუჩი ქორიფაძე და ოდიკაძეს. გაუმართლა ბრაზილიელს, მაგრამ საბოლოო ჯამში კაშია მას ბურთი დაატოვებინა. დეკანოიძე. მარცხნივ თუ გაიხედება ჯიღაური, გაიხედა. ძალიან სწრაფად მიიღო ბურთი და მოტრიალდა კიდეც და ეხლა ძალიან სახიფათო შეიძლება ეს იერში გამოვიდეს თამაშგარე აწია იქ ლაინსმენმა ალამი. კი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაა კუჭუხიძეზე. ბერტუჩი. უკან პასი. სეიდომა დაუბრუნა იქ ბურთი თავის გოლკიპერს. სერბის ძლიერი დარტყმა წინ. რეხვიაშვილი
დეკანოიძე მე მგონი ხელში კი მოხვდა, მაგრამ ვერ შენიშნა ეს არბიტრმა შესაბამისად საჩხერელებს შანსი იმისი რომ განავითარონ იერიში. დეკანოიძე პასი ძველი ზურგს უკან არ გავიდა სამწუხაროდ ეს გადაცემა. ისევ დეკანოიძე ბურთით, ქორიფაძე, დეკანოიძე. ოდიკაძე. მარჯვნივ შეიძლებოდა ცოტა სწრაფადაც ამ პასის გაკეთება დათუნაიშვილი არის ბურთთან, ჩააწოდა საჯარიმო მოედანში დარტყმა. არ გამოვიდა სამწუხაროდ, მაგრამ ეპიზოდი იყო ძალიან ლამაზი და დინამიური. დათუნაიშვილის პასი ძალიან რთული შესასრულებელი იყო ის რაც ჰქონდა ჩაფიქრებული ჯაბურ ჯიღაურს, თუმცა რომ გამოსვლოდა იქნებოდა ალბათ და გოლიც რომ გასულიყო იქნებოდა ალბათ ამ სტადიონზე გასული ალბათ ულამაზესი ბურთი. გრძელი გადაცემა, რეხუიაშვილია კარგი ამ მომენტში და კარგი პასიც გამოუვიდა დეკანოიძე ბურთთან. კაშია და ქვილითაია. რეხუიაშვილი აუტია მისამართად აბსოლუტურად ბურთი მოიგერია კაუემ. სულ რაღაც თამაში დაიწყო ძალიან ბევრია ახლა ასეთი ეპიზოდი. სულ რაღაც პრეტენზიები აქვს ბაქოს მეფჩის წარმომადგენლებს მსაჯებთან და მეორე თუ მესამე ეპიზოდია, როდესაც უნგრელ არბიტრებს უწევთ ბაქოელი მწვრთნელების დაწყნარება და მათთვის რაღაც გარკვეული შენიშვნების მიცემა. ჯიღაური მარცხენა ფრთიდან ჩიხურას იერიში არ მივიდა ბურთი ქორიფაძემდე, თორემ ძალიან კარგად შეიძლებოდა ეს შეტევა განვითარებულიყო. ისევ ჩიხურას მე-15 ნომერი კარგი იყო ამ ეპიზოდში, შვენიერი ფინტით ჩამოიშორა ერთი მოწინააღმდეგე, თუმცა საბოლოო ჯამში ლოგიკურად ეს იერიში ანუ კარში დარტყმით არ დასრულებულა. მე შეგახსენებთ უბრალოდ რომ 10 რიცხვში მივადანო თვალყური აი ამ შეტევას ქიმაძე ჩააწოდა ანკარში დაარტყა საბოლოოდ დარჩა ბურთთან სტამენკოვიჩი. 10 რიცხვში იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურგში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაში და პირველი შეხვედრა არის ჩეხეთის ნაკრებთან. შესაბამისად 19 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება ეს მატჩი და ყველას მოუწოდებ რომ უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს გააუსვონ სპორტის სასახლე. აქ სახიფათო მომენტი 3-1. არ შეიძლება ესე დაცვაში თამაში. ასეთი შეცდომების დაშვება არის კატეგორიულად აკრძალული. ერნესტ ნფორი ჰეტრიკი კამერუნელი ფორვარდისა. ელემენტარული კომბინაცია გაითამაშა ნეფჩი. ძალიან რბილი ჩაწოდება. ნფორი რომელსაც არავინ უშლის აბსოლუტურად ხელს. მარტო 5 მეტრში მდგომი ახერხებს თავით ზუსტი დარტყმის შესრულებას. 3-1 ნეფჩი იგებს. აბსოლუტურად სხვაგვარ განვითარებას ელოდა ყველა ალბათ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ჯერ მატჩამდე და შემდეგ განსაკუთრებით გაბედავას გოლმა კიდევ ერთხელ ჩაგვისახა იმედი იმისი რომ შეძლებდა ჩიხურა ამ თამაშის შემოტრიალებას. კვლავ ორბურთიანი გახდა ნეფჩის უპირატესობა და არის მე-40 წუთი მატჩისა.
ან ემოციურ მუხტზე, რომელიც ჰქონდა ჩიხურას. გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთი ბურთი შეეგდო, მეტოქის გარშე აქეთ გაუშვა. ფსიქოლოგიურად არის ძალიან ძნელი. ყოველთვის მით უმეტეს ახლა ტაიმის მიწურულია უკვე და მაშინ როდესაც თითქოს გაქვს შანსი იბრძოლო, თავიდან დაიწყო ყველაფერი და ესეთ დროს, როდესაც საკუთარ გარშე ბურთს მიიღებ, უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა ეს. იმედი დავიტოვოთ, რომ არ ჩამოყრის საჩხერის ჩიხურა, ყურებს და არ დაყრის ფარხმალს. ბრძოლა საჭირო არის ცოტა მეტი ყურადღება, განსაკუთრებით დაცვაში და გაუვალი ნეფჩის დაცვის ხაზი ნამდვილად არ გახლავთ. ოღონდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო დაცვის ხაზში, როდესაც მეტოქე უტევს. აუცილებელია უფრო მეტი ყურადღებით და უფრო მეტი კონცენტრაციით თამაში ნაკლების შესწავლების დაშვებაა საჭირო. ძალიან სამწუხაროა ზოგადად, რომ კორიფაძე არის ახლა ბურთით. ელემენტარული შეცდომების გამო, რომელიც დაუშვეს საჩხერებმა ფეხბურთელებმა. აი ესეთი შედეგია ახლა დაფიქსირებული. მესამე გოლი, რომელიც გაუშვა ჩიხურამ, მართლა ეს ბავშვურ შეცდომას მოყვა, ასე მეტოქეს ცენტრალური თავდასხმის დატოვება კართან 5 მეტრში, ისე რომ მას ხელს არავინ უშლიდეს, ნამდვილად არ შეიძლება. რეხვიაშვილი ბურთთან. ჯიღაური მარცხენა ფლანგზე გადაცემა. არაფერი გამოვიდა აქედან. ქიმაძემ საბოლოო ჯამში ბურთი დაკარგა და აბდულაევი იყო ბურთთან. ნეფჩიმ ასევე გაიარა კოპერი, ვისაც ახსოვს წინა ეტაპზე, ანუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუგო გასვლითი მატჩი. ვობაიუთით მფორი ფლავინიუმ გაიყვანა იქ მცველი. ერნესტო მფორი ცდილობდა მოჭრილი დარტყმით ბურთის კარის მმართველობით გაგზავნას. გადაეღობნენ მის დარტყმას, ბერტუჩიმ ჩააწოდა, დატოვა ბურთმა მოედის პარკეტი. 43 წუთი მატჩისა. 1-3 ანგარიში. ჩიხურა აგებს ბაქოს ნეფჩისთან შეხვედრას. კორიფაძე. კარგი შეტევა შეიძლება დამოვიდეს. თუ ეხლა მოქმედებენ ზუსტად საჩხერელი ფეხბურთელები, კუთხური იერიშის გაგრძელების შანსი არის. გაბედავა გაეშურა ბურთისკენ. მაღალი ჩაწოდება ახლოსთან საჭიროა მომენტი გადარჩა ნეფჩი. კარგად ჩააწოდა გაბედავა და მართლაც რომ სასწაულმა იხსნა ეხლა ბაქოელები. კუჭუხიძე პირველი იყო ბურთზე. გაგზავნა იგი კარის მმართველობით და სტამენკოვიჩმა აიღო ძალიან რთული დარტყმა. კორიფაძე კიდევ ერთი კუთხური მოაწოდეს. გამოაქვს ბურთი იქ ჩვენს ნომრებს. და კიდევ ერთი კონტრშეტევა. ბევრნი არიან ბაქოელები. სადაც მათ
ფლანგის შეცვლა არ გამოვიდა ეს ყველაფერი და ეხლა აუდიო უკვე რომელსაც მოაწვდიან მასპინძლები სოსპრუიძეა თქვენს ეკრანებზე. შეცდომა მოედნის ცენტრში დაშვებული ვობაი მარცხნივ გადაცემა აქ ფლავინიოა კიდევ ერთი პასი საჯარო მოედანში ისევ სახიფათო მომენტი და ამჯერად გადავრჩით ჯერ ქვილითაიამ გადაგვარჩინა ხოლო შემდეგ კი საერთოდ კუთხეზე მოვიგერიეთ ვობაი უთხავდა უკვე კარში რომელიც ისევ იყო უმეთვალყურეოდ დატოვებული ერნესტ ფორი და ვობაი ერთსაც და მეორესაც შეეძლოთ ამ შეტევის დასრულება ზუსტი დარტყმით საბოლოოდ ამის გაკეთება ითავა ვობაი, მაგრამ ქვილითაია მას აუღო 2 წუთი არის დამატებული პირველი ტაიმის მსვლელობას. ურთულესი ამოცანის წინაშეა ჩხურა. აგებს გუნდი 1-3-ს. წინარი მატჩის მეორე ნახევარი. 2. ბაქოს ნეფჩის თავარი მწვრთნელი გახლავთ ბიუკაკა გაჯიევი ალბათ ისიც სათქმელია რომ არც ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრასთან შედარებით არ შეცვლილა თქვენს ეკრანებზე მსაჯთა ბრიგადა დღეს ამ მატჩს მომსახურებიან უნგრელი მსაჯები ტომაშ ბოგნარის ხელმძღვანელობით სწორედ იგი იქნება მატჩის მთავარი არბიტრი ორიოდე სიტყვით პირველი შეხვედრის შესახებ ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა იხილა კიდეც აი ეს მატჩი ეს არის ბანერი no to racism რომელიც რასიზმის დაგმობისკენ არის მოწოდებული ეს არის ის სასჯელი რომელიც UEFA-მ გამოუტანა ჩიხურას ბურსასთან ჩატარებული მატჩის 2 ბაქოს ნეფჩის თავარი მწვრთნელი გახლავთ ბიუკაკა გაჯიევი ალბათ ისიც სათქმელია რომ არც ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრასთან შედარებით არ შეცვლილა თქვენს ეკრანებზე მსაჯთა ბრიგადა დღეს ამ მატჩს მომსახურებიან უნგრელი მსაჯები ტომაშ ბოგნარის ხელმძღვანელობით სწორედ იგი იქნება მატჩის მთავარი არბიტრი ორიოდე სიტყვით პირველი შეხვედრის შესახებ ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა იხილა კიდეც აი ეს მატჩი ეს არის ბანერი no to racism რომელიც რასიზმის დაგმობისკენ არის მოწოდებული ეს არის ის სასჯელი რომელიც UEFA-მ გამოუტანა ჩიხურას ბურსასთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი მოვლენების და გამო ბაქოს ნეფჩის ყავს ჩამოყვანილი გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა რომელიც იყო კიდევ თქვენს ეკრანებზე თუმცა ძალიან მცირე ჯგუფი არის და პირიქით ძალიან დიდი იმედი მაქვს მე რომ თუ სტადიონი არ შეივსება ბოლომდე ყოველ შემთხვევაში გარკვეული იმაზე მეტი რაოდენობა მაინც მოვა გულშემატკივრისა რომელიც ესწრებოდა თუნდაც უკანასკნელ მატჩს საჩხერის ჩიხურასი რომელიც მან გამართა ევროტურნირებზე ბურსას წინააღმდეგ შეხვედრა აქვს მხედველობაში პირველი მატჩის შემდეგ ალბათ ყველამ იხილა ეს თამაში ვერ ვიტყვით რომ ნეფჩი აპრიორი უფრო ძლიერი კლუბია ვიდრე ჩიხურა ვინაიდან თამაშის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა აბსოლუტურად თანაბარ ორთაბრძოლაში იქ ერთი საინტერესო მომენტი იყო პირველი მატჩი მიყავდა მე და ჩემ კოლეგას და მეგობარს დათო მინაშვილს და პირველი ტაიმის შემდეგ აზერბაიჯანული ტელევიზიის რეჟისორებმა შემოგთავაზეს სტატისტიკა, რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვეოდა UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ სტატისტიკას და თავადაც ვინც ადევნებდა თვალყურს დამერწმუნება, რომ პირველ ნახევარში მატჩისა ჩიხურამ რამდენჯერმე დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, ხოლო სტატისტიკურ მონაცემი კი მეტყოლებდა იმაზე, რომ ჩიხურას საერთოდ კარში დარტყმული არ ჰქონდა. მოკლედ, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იყო რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ბაქოლთა კარის სიახლოვეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა შანსები ნეფჩის ფეხბურთელებსაც, მაგრამ ერთობლიობაში მატჩი წარიმართა თანაბარ ორთაბრძოლაში და შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ბაქოში, მიუხედავად იმისა, რომ ნეფჩის წარმომადგენლები და მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ეთანხმებენ მოსაზრებას, რომ იმ შეხვედრაში შედეგი დაფიქსირებული იყო ლოგიკური, მათი აზრით ბაქოს ნეფჩი იმსახურებდა მოგებას, მაინც
ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენი გადმოსახედიდან ეს არ არის სუბიექტივისთან დაკავშირებული, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვინც უყურებდა დამეთანხმება, რომ შედეგი იყო იმ შეხვედრისა ფრე 0-0 აბსოლუტურად ლოგიკური. ფლავინიომ მიცა ინტერვიუ ამ თამაშის წინ ბაქოს ნეფჩის კაპიტანმა და მან განაცხადა, რომ დარწმუნებული არის იგი თავისი გუნდის წარმატებაში, ხოლო გაჯიევმა კი ცოტა არ იყოს ესეთი უსიამოვნო კომენტარი გააკეთა ამ შეხვედრამდე. ახლა გამოდიან გუნდები მოედანზე, ძალიან სწრაფად გეტყვით. ქართველებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ. ყიფიანის თამაში ნამდვილი ხელოვნება იყო. თანამედროვე ფეხბურთში მათი ადგილი არაა ქართველებში ასეთ ფეხბურთელებს ვერ ხედავ. იქნებ თქვენ ხედავთ, ესეთი კითხვით დაასრულა გაჯიევმა თავისი მცირე კომენტარი ამ თამაშამდე. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მაინც და მაინც სასიამოვნო წასაკითხი ის, რასაც ბაქოური კლუბის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები წერდნენ, ნამდვილად არ იყო, თუმცა ისინი ასე ფიქრობენ და ჩვენი უდიდესი სურვილი იქნება, რომ საჩხერის ჩიხურამ დაამსხურიოს ეს წარმოდგენები ბაქოს ნეფჩის ცალკე ფეხბურთელებისა და ცალკე მთავარი მწვრთნელების. გამოვიდნენ უკვე გუნდები მოედანზე. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ეს მეტად საინტერესო შეხვედრა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული იქნება საჩხერული კლუბისთვის, კლუბი, რომელიც მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს ევროტურნირებზე და ფაქტიურად დებიუტანტია, ახლოს არის იმასთან, რომ მოხდეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში. ქართულ კლუბებს აქვთ ამ ეტაპზე თამაშის გამოცდილება. მე შეგახსენებთ, რომ გორის დილა ორჯერ იყო გასული პლეი-ოფში, საიდანაც ერთი ნაბიჯია უკვე ჯგუფურ ეტაპამდე, მაგრამ სამწუხაროდ გორელებმა ვერც ერთხელ აი ამ რაუნდის გადალახვა ვერ მოახერხეს. ისინი ჯერ შეგახსენებთ დამარცხდნენ მარიტიმუსთან, ხოლო შემდეგ სეზონში კი დამარცხდნენ ვენის რაპიდთან. ძალიან დიდი იმედები იყო მაშინ გორის დილასთან მიმართებაში, ვინაიდან გუნდში თავმოყრილნი იყვნენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რაღაც გორის დილას დააკლდა ორივეჯერ და შესაბამისად ჯგუფური ეტაპი ითამაშეს ჯერ მარიტიმომ, ხოლო შემდეგ კი კიდევ ერთხელ აღნიშნავ ვენის რაპიდმა. ეხლა თუ ჩიხურამ კიდევ ერთხელ 37 კაშია, 59 ოდიკაძე, 51 დეკანოიძე და 80 ნომერი რეხვიაშვილი. რაც შეეხება ნეფჩის სტამენკოვიჩი მეკარე, 2 კარდოსო, 5 იანუსზადე, 7 აბდულაევი, 9 ფლავინიო, 10 ვობაი, 15 რამოსი, 16 ბერტუჩი, 18 კაუე, 19 სეიდოვი და 90 ჰეტრიკის შემსრულებელი ერნესტო მიფორი. გაბედავამ დაარტყა კარში. სტამენკოვიჩმა შეძლო ამ დარტყმული ზრუნველყოფა, პუნქტი პირდაპირ ხელებში მისდიოდა სერბ გოლკიპერს და პრობლემების გარეშე დაეუფლა იგი გაბედავას დარტყმის შემდეგ გუნდს. ცოტა არადამაჯერებლად იმოქმედა სტამენკოვიჩმა, მაგრამ რომ ყოფილიყო ვინმე დამატებაზე პრაქტიკულად შანსი არ იქნებოდა ვინაიდან თითქმის არც გავარდნია ხელიდან ნეფჩის სერბ მეკარეს. კორიფაძე გაბედავა ბურთი მიიღო, გადაიტანა თამაში მარჯვნივ, იქ დეკანოიძეა თუ იქნება პირველი ბურთზე 51 ნომერი ჩიხურასი, არა პირველი არ იყო, თუმცა ბრძოლაში შევიდა ბოლომდე და აუტი უნდა მოაწოდონ ახლა საჩხერელმა ფეხბურთელებმა. ოდიკაძე პირდაპირ საჯარიმო მოედანში მოიგო კუჭუხიძე მორთაბრძოლა. ასეთ მომენტი პირველ ტაიმშიც იყო, კუჭუხიძე მეორე სართული მოიგო, კეფით გადააგდო ბურთი საჯარო მოედის ცენტრისკენ და იქ იმ ეპიზოდში ვერავინ გამოეხმაურა პირველ ტაიმს გულისხმობ აი ამ გადაცემას. აქ უკვე გაბედავა იყო პირველი ბურთზე და ალბათ ცოტა უკეთად შეიძლებოდა ამ დისტანციიდან კარში დარტყმა, მაგრამ ამდენთან სახით მეცხრე ნომრის დარტყმა მიზანს არ მიაღწია. კორიფაძე ბურთი დაუყია. მოედნის ცენტრში ჩვენი სტუმრები. ვობაი. კაუე. კარდოსო და იანუსზადე.
ორიგინალურად აპირებდა თამაშს აბდულაევი, მაგრამ პასი არ გავიდა, იქ ორთაბრძოლა ცენტრში, თავდაპირველად ჯარიმით. ჯარიმით ჩიხურას კარის მმართველობით დათუნაიშვილმა დაარღვია თამაშის წესები. იანუზადე დაიძრა წინ, ბურთინას დაატოვებინის, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვა. ვობაი, მარჯვენა ფლანგი. ჩააწოდა სიერა-ლეონელმა, აქ კაშია თამაშობს თავით. შემდეგ იგივე საკეთებს კორიფაძე და ბურთთან რჩება ბერტუჩი. სწრაფი გოლი ჭირდება აუცილებლად ჩიხურას. და რაც მალე თუ საერთოდ მოახერხეს გოლის გატანა, საჭხელობა მით უკეთესი იქნება. თუმცა ჯერჯერობით ისინი თავს იცავენ. ახლა აუტიდან მოაწვდიან ბურთს ჩიხურას ფეხბურთელები. იანუზადე უკან გადაცემა სტამენკოვიჩია. ცოტა პროიზა თქვენს ეკრანებზე ჩიხურას თავმჯდომარე გაჯიევი გახლავთ. ბაქოს ნეფჩის თავკაცი არაფერი მithქვავს საჯებზე. უნგრელ საშტაბ ბრიგადა ემსახურება ამ შეხვედრას. თამაშ ბოგნარი გახლავთ. თავარი მსაჯი. მარცხენა ფრთა კიმაძე ბურთით. კარგი შეტევა, გაბედავა, დაარტყა გარის მართულებით 3-2 სწრაფი გოლი არის. სამი-2. 50 წუთი მატჩისა. კვლავ ერთბურთიანია ჩიხურასთან ჩამორჩენა. აუღებელი იყო ეს დარტყმული. 3-2. 50 წუთზე. აუე. უკან გადაცემა. სტამენკოვიჩი. ჯერჯერობით ნფორის ჰეტრიკი და გაბედავას დუბლი. მიუხედავად იმისა, რომ 5 ბურთია გასული უკვე ამ მატჩში. მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს თავი გამოჩენილი. ნფორი ნეფჩის ცენტრალური თავდამსხმელი და გიორგი გაბედავა ჩიხურას გარემარბი. ჯარიმა, ეს ჯარიმაა და თანაც ძალიან უხეში. ბუნებრივია ყვითელი ბარათი კიდევ ერთი, იმიტომ რომ კაუეს ჰქონდა პირველ ტაიმში ბარათი მიღებული და ახლა უკვე მიიღო კარდოსომაც. ნეფჩის ორ მცველს უკვე ყვითელი ბარათები აქვს. პირველ ტაიმში თქვი, ეხლაც გავიმეორებ. არ არის ნეფჩის დაცვა გაუვალი, რომ არა აი ეს დასანანი შეცდომები, რომელიც დაუშვეს ჩიხურას ფეხბურთელებმა. აბსოლუტურად სხვა შედეგი იქნებოდა ახლა. კუთხურია, რომელიც საჭხერლებმა უნდა მოაწოდონ. მაღალი ჩაწოდება საჯარიმო მოედანში ძალიან შორს. დატოვა იქ ბურთმა მოედნის პარკლები. ნუ გვერდით ხაზთან განაახლებენ თამაშს ბაქოელები. არ ჩქარობენ ამის გაკეთებას. ბერტუჩი ძალიან ნელა მიიწევს ბურთისკენ, რომ დააჩქარონ ურიგო არ იქნებოდა. პრესინგის მცდელობა ჩიხურას მხრიდან, ნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ეს ყველაფერი გამოიღო შედეგად ის, რომ საჭხელები დარჩნენ ბურთით. ჩაწოდება საჯარიმო მოედანზე. სახიფათო მომენტი გაბედავა. კინაღამ წაკრა ბურთს თავი ისე, რომ გაისწორა დასარტყმელად. კონტრშეტევა გამოზდის ნეფჩის ფლავინიო ბურთით. მარჯვენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმო მოედანში, ჩააწოდა სახიფათო მომენტი და გადავრჩით. ერნესტ ნფორი
ისევ იყო დასარტყმელ პოზიციაზე. საბედნიეროდ ბურთს აცდა კამერუნელი ამ სიტუაციაში. აუტია გაბედავა სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში, გაატანა კიმაძეს. გაცდა იგი 1 მეტრს. კარგი პასის გაკეთება შეიძლება. მეორე სასაუარა გვერდი უნდა დააგოროს. ოდნა უკან იყო საჭირო პასის გაკეთება და დაარტყავდნენ კარში საჩხერლები აბსოლუტურად ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. სხვაგვარად გადაწყვეტა კიმაძემ საბოლოო ჯამში ისიერში ჩაიშალა. სამაგეროდ მეორეა ახლა კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარო მოედანში ვერ მიწვდნენ ბურთს. ჩიხურას ფეხბურთელები დეკანოვიძეს არ იყო სიმაღლე. ძალიან მაინტერესებს აი ეს მომენტი. არა ეს, არამედ ამის წინა იერიში ორი ფეხბურთელი მე მომეჩვენა ჩიხურასი რომ ელოდა უკან გადაცემას მარცხენა მცველისგან, მაგრამ სამწუხაროდ სხვა გაგრძელება არჩია ჩიხურას მეორე ნომერმა და საბოლოო ჯამში ის შეტევა დამთავრდა ისე რომ კარში საჩხერლებმა ვერ დაარტყეს. აი ეს ეპიზოდი ნახეთ ძალიან კარგად შევიდა საჯარიმო მოედანში. ოსტატურად აუარა გვერდი 40 წინააღმდეგეს და არის რამდენიმე ვარიანტი. აქ ორი ფეხბურთელია საჯარიმო მოედანში და ერთი კიდე საჯარიმო მოედნის მისადგომებთან. ორიგინალური იყო ის, რასაც კიმაძე აკეთებდა, აბსოლუტურად მოულოდნელი, მაგრამ სამწუხაროდ არ გავიდა არც ის გადაცემა და თუ კარში დარტყმა იყო, არც დარტყმა გამოვიდა. ქორიფაძე მარჯვნივ პასი დეკანოვიძე ბურთი მიიღო, შემოიწია ცენტრისკენ, ცდილობს გაისწოროს კარში დასაქმნელად ჩაუვარდნენ ჩიხურას 51 ნომერს ფეხებში. ოდიკაძე ჩაერთო შეტევაში, წაიკითხეს ეს გადაცემა ბაქოელებმა და ბურთს დაეუფლენ. ძალიან ბევრი იფიქრა ბერტუჩიმ თუ რა უნდა გაეკეთებინა, წამოეპარნენ მას უკნიდან, მასპინძლები ბურთი დაატოვებინეს. კიმაძე ქორიფაძე ყურადღებით არის აქ თამაში საჭირო. აუტი ნეფჩი განაახლებს გვერდით ხაზთან თამაშს. იბრძოლეს საკმაოდ მასპინძლებმა და მოიპოვეს კიდეც. გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძე განაახლებს თამაშს გვერდით ხაზიდან, ისე ოდიკაძე. რეხვიაშვილი მარცხნივ სწორია. კიმაძე დაუთმო მას სივრცე გაბედავა. მარცხენა ფრთაზე კუჭუხიძე ცდილობდა გახსნას, არ მიაღწია ბურთმა საჩხერთა მე-10 ნომრამდე. აი ახლა მიიღო კუჭუხიძემ იგი. კარგად შეინარჩუნა, დაუტოვა გაბედავას. პასი საჯარო მოედნიდან დარტყმა. სტამენკოვიჩი იგერიებს ბურთს არადა. სხვა მიმართულებით ჰქონდა მოძრაობა გაკეთებული სერბ გოლკერს. აი ახლა ძალიან კარგად გამოჩნდება. რიკოშეტს ჰქონდა ადგილი და სასწაულებრივ მოასწრო ხელის მორტყმა ბურთზე ლევჩის მეკარემ. კუთხური მოაწოდეს საჩხერლებმა. სამწუხაროდ თავით კარში დარტყმა არ მოხერხდა, თუმცა გაბედავას კიდევ ერთი მცდელობა ჩაწოდებისა და ტოვებს ბურთი მოედნის პარკლებს. ძალიან დასანანია იმ მომენტზე მწყდება გოლი, როდესაც ცოტა დააკლდა ჩიხურას ანგარიშის გათანაბრებამდე. საშა სტამენკოვიჩი, აი მომენტი კიდევ ერთხელ განმეორებით ნახეთ. დარტყმა კარდოსოს ხდება, ბურთი თანაც ხელში ხდება. ყურადსაღებია ეს ეპიზოდი, მაგრამ კარგი გავანებოთ ამას ცოტა ხნით თავი. იცვალა ბურთმა მიმართულება და სტამენკოვიჩმა მაინც მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიდიოდა, უკვე მისი მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიდიოდა ბურთი, მაინც მოახერხა და მოარტყა ბურთს ხელი. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა იმ მომენტში. ფლავინიო ვობაი ფლავინიო ჩააწოდა ქვილითაი აიღებს ამ ბურთს. ქვილითაი აიღებს ამ ბურთს და სწრაფად უნდა შეიყვანოს იგი თამაშში. 59 წუთი მატჩისა. ნახევარ საათზე მეტი რჩება.
საჩხერელები ბურთით რეხვიაშვილი არ გამოვიდა ეს კომბინაცია ფლავინიო ვობაი მარცხნივ გადაცემა იქ აბდულაევი აბურთან შევიდა საჯარიმოში აბდულაევი საბოლოოდ განიმოხდა ეს ეპიზოდი რამდენიმე ფეხბურთელი ყავს ნევჩის რომელიც გამოირჩევა თავისი დრიბლინგით ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სწორედ აბდულაევი მეორე ვობაი იგივე ფლავინიო საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეები არიან რომელთა წინააღმდეგაც ძალიან ყურადღებით არის თამაში საჭირო. რეხვიაშვილი ძლიერი დარტყმა წინ აქ კარდოსო არის. თავი ზუსტად თამაშა კარდოსო. დაუბრუნდა ბურთი სტამენკოვიჩს. ისევ კარდოსო. გრძელი გადაცემა. ვობაი. კაშია არის მის წინააღმდეგ. მოარტყა ბურთი. სიერა ლეონელმა ჩიხურას 27 ნომერს და აუტია, რომელსაც მოაწვდიან ნევჩის ფეხბურთელები. ჯარიმა. ჩვენი სტუმრები შეასრულებენ ამ სტანდარტს. ბურთთან დგას 19 ნომერი სეიდოვი. გამოიტანეს ბურთი მასმინძლებმა, თუმცა ისევ სეიდოვი დარჩა მასთან. დეკანოვიძე ეთამაშება. შეინარჩუნა ბურთი სეიდოვმა, ჩააწოდა კიდევ საჯარიმო მოედანში. არ შეიძლება ეს ეთამაში ახლა ნუფორი მკერდით დაუგდო ვობაის და ეს უკანასკნელი ეს ყველაფერი ხდებოდა საჯარიმო მოედანში და უთხოვდა ვობაის საჯარიმო მოედნის პარტნიორებიდან ბოლოს გადაეღობდნენ სიერა ლეონელის დარტყმას ქართველი მცველები და ეხლა უკვე კონტრშეტევაშია ჩიხურა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო კოჭუხიძემ კიმაძე 11 ოქეს გვერდი კი აუარა კაუოს ყვითელი ბარათი აქვს მორიგი დარღვევა თამაშის წესებისა უხეში და უждდება ნევჩის იმათ რომ დარჩებიან 10 ფეხბურთელი და სახიბათო მომენტი ჯიღაური დარტყმა კიდევ ერთი რიკოშეტი და ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს და აქ ისევ მე მომეჩვენა რომ ხელში მოხვდა ბურთი ნევჩის მცველს კუთხური რომელიც უნდა მოაწოდონ მასპინძლებმა გაბედავა ბურთთან ახლოძელთან ჩაწოდება გამოიტანეს იქიდან ბურთი ბაქოელებმა ჯიღაური უნდა იბრძოლოს ამ ბურთისთვის შევიდა მეტოქისთან ორთაბრძოლაში ჯარიმა არ არის რამდენადაც ჩანს ვეღარ წამოდგა ერთ-ერთი ფეხბურთელი ბაქოს ნევჩისა აი ეს ეპიზოდი კი ხელია ეს არის ხელი თამაში ეს არის ხელი თამაში ეს არის 11 მეტრიანი გასაგებია იქ გაატარა უნგრელმა რეფერიმ კარდოსოს ეპიზოდი მაგრამ ეს არის უეჭველი პენალტი ამაზე ორი აზრი არ არსებობს ეს არის 11 მეტრიანი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა თამაშ ბოგნარმა ეს არის პენალტი. ყვითელი ბარათი ბერტუჩის მესამე ფეხბურთელია ნევჩის მხრიდან, რომელმაც მიიღო გაფრთხილება და პირველი ცვლილება ნევჩის შემადგენლობაში.
გავიდა სეიდოვი მოედნიდან და მოედანზე გამოვიდა 27 ნომერი არ ვიცი ხა 27 ნომერი განაცხადში არ წერია საფრთხოდ ვერაფერს მოგახსენებთ გავიდა ბერტუჩი მოედნიდან მოგასწრება და არა სეიდოვი და მის ნაცვლად გამოვიდა 27 ნომერი კიდევ ერთხელ აღნიშნავ განაცხადში ასეთი ფეხბურთელი 27 ნომრად არ არის რაცაუნდა სამწუხარო იყოს ამ ფეხბურთელის გვარს ჯერჯერობით ვერ გეტყვით ეს არის ისაევი ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ ვებგვერდზე UEFA-ს არის 27 ნომრად აღნიშნული ბაქოს ნეფჩის ფეხბურთელი ისაევი. ჩავთვალოთ რომ არის ისაევი. იქამდე კი საჩხერელი ფეხბურთელები შეტევაში კუჭუხიძე იბრძვის ბურთისთვის. საჯარო მოედნის წინახასთან ბერტუჩი დარჩა მინდორზე და როგორც ჩანს სეიდოვი გავიდა მართლა მიუხედავად იმისა რომ ტიტრი იყო არასწორად მოწოდებული. მინდორი დატოვა სეიდოვმა 19 ნომერმა და არა ბერტუჩი. ოდიკაძე კარგი გადაცემა ჯიღაური უნდა გაატანოს ბურთი ოდიკაძე ცხინვალე პასი დარტყმა ძალიან კარგი შეტევა საჩხერის ჩიხურასი ოდიკაძე იყო 1-1-ზე სტამენკოვიჩთან ძალიან კარგად ითამაშა ჯიღაურმა ოდიკაძემ დაასწრო სერბ გოლკიპერს მაგრამ ისევ არ გაუმართლათ ჩიხურას ფეხბურთელებს ძალიან სამწუხაროა 66 წუთი მატჩისა 67 უკვე 2-3 ანგარიში და მას შემდეგ რაც ჩიხურამ მეორედ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა იყო ორი ისეთი მომენტი როდესაც ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა გასულიყო გოლი და წინ უკვე საჩხერელები იქნებოდნენ გაბედავა იქ ფეხებში მოხდა დუბლის ავტორს არ არის აქ სიტუაციის დაძაბვა საჭირო გასაგებია რომ ეუხეშნენ ნეფჩის ფეხბურთელები გაბედავას და ეს ფეხბურთელი არის თუ არ ვწდები იანუზადე და ჯობია დაწყნარდეს ახლა გიორგი გაბედავა გასაგებია ძალიან უხეშად ითამაშა ბაქოელთა მეხუთე ნომერმა აუტი უნდა მოაწოდონ საჩხერელმა ფეხბურთელებმა ორივე ყვითელი ბარათი იანუზადესაც და გაბედავასაც კიმაძე აუტი მოაწოდა მოიგერიოს ბურთი ნევჩის მცველებმა რომელიც შემდეგ მიუვიდა კაშიას რბილი გადაცემა საჯარიმო მოედანში არა კარდოსოა
მორიგი აუტი. ჯიღაური. კიდევ ერთი კარგი პასი. ჩაწოდება საჯარიმო მოედანში აქ. დეკანოვიძეს გადაეღობნენ ნევჩის მცველები და საბოლოოდ დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. ნფორი ბურთი მიიღო შემდეგ ვობაი კორიფაძე ეთამაშება ჯარიმა თამაშ ბოგნარი შეცდომა რომელიც მან დაუშვა და რომელიც ყველა ვნახეთ როდესაც დასანიშნი იყო 11 მეტრიანი ნევჩის კარში. რეხუიაშვილი გარისკა, მაგრამ კარგად ითამაშა. მარცხნივ გადაცემა კიმაძეა. დაიზრა მარცხენა მცველი წინ. კიდევ ერთხელ ძალიან ეუხეშნენ გაბედავას. კიმაძე აგრძელებს აქ შეტევას. იბრძვის ბოლომდე ბურთისთვის ჯიღაური ჩააწოდა. კუთხური არა, აუტია ალბათ. არა, კუთხურია მაინც და იქ იანუზადე თუ არ გააჩერა ვინმე მას შეიძლება მძიმე ტრავმა მიაყენოს ჩიხურას მეცხრე ნომერს გამოვიდა სტამენკოვიჩი და ბურთი მოიგერია იქ შეჯახება კი მოხდა სერბ გოლკიპერსა და ჩიხურას ფეხბურთელს შორის რომლის შემდეგაც უერთდება სტამენკოვიჩი ფეხზე. სტამენკოვიჩი ერთ ეპიზოდში მართლაც სასწაული ბურთი მოიგერია. გახსოვთ ალბათ კარდოსოს შემდეგ რიკოშეტი. სამირ მასიმოვი, ეს არის მეორე ცვლილება, რომელსაც აკეთებს ნევჩი და გადის მოედნიდან არაზ აბდულაევი. და მის ნაცვლად მოედანზე გამოდის სამირ მასიმოვი. ახლა დამიდასტურეს პროდიუსერებმა ვისთვისაც მათ მადლობა მართლაც ისაევია ის ფეხბურთელი 27 ნომერი რომელიც ახლა ჩანს კიდეც კადრში გითხარით რომ განაცხადში არ იყო საერთოდ 27 ნომერი ის კი არა საერთოდ ფეხბურთელი გვარად ისაევი არ არის განაცხადში რეხუიაშვილი უკან გადაცემა კაშია დათუნაიშვილი ოდიკაძე ისევ დათუნაიშვილი ბურთით 73 წუთი მიმდინარეობს მატჩისა რეხუიაშვილი არ მივა ეს პასი კორიფაძემდე კაშია ბურთით რეხუიაშვილი დათუნაიშვილი ოდიკაძე ახლა მთელი ტაიმის სწრაფტემპში ჩატარება აბსოლუტურად უშედეგო ცდელობა იქნება და რაღაც გარკვეული ტაიმაუტი პატარა თუნდაც ერთ-ორ წუთიანი
ჩიხურას დაჭირდება აუცილებლად ამასობაში შეტევაში ნეფჩია. აქედან გამომდინარე ხო თუ ისე სწრაფად აღარ ვითარდება მოვლენები როგორც ეს ხდებოდა დაახლოებით 5-7 წუთის წინ. ნუ დავძრახავთ ამისთვის ჩიხურას ფეხბურთელებს. კიმაძე უთი მიიღო შეიწია ცენტრისკენ ჯარიმა აქ ისაევი არღოს თამაშის წესებს კიდევ ერთი ყვითელი ბარათი უკნიდან მოცელა მან ჩიხურას მარცხენა მცველი გაბედავა შეასრულებს ამ სტანდარტს 3-2 ანგარიში დრო არის მცირე მაგრამ მაინც გაბედავა ემზადება ამ ჯარიმის დასაქმნელად მოხდა ბურთი იქნებჩის ერთადერთ ფეხბურთელს რომელიც გაბედავას წინ იდგა და კიდევ ერთი აუტი ისო მარცხენა ფლანგზე ვითარდება მოვლენები კიმაძე კორიფაძე კიდევ ერთი მსვლელობა ჩაწოდებისა შემოატრიალა ბურთი კორიფაძემ ოდიკაძე დაარტყა მაგრამ დედაბურ ხელებში მისდის ბურთი სტამენკოვიჩს სერბამეტარებ ისეთი დარტყმულები აიღო რომ ამ დარტყმულის აღება არ გაუჭირდებოდა დარტყმულისა რომელიც შეასრულა დავით ოდიკაძემ 76 წუთი მატჩისა ოდიკაძე ბურთთან კარგად თამაშა ჩიხურას კაპიტანმა ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე ვობაის არ შეიძლება ესეთ შეცდომების დაშვება ჩააბარეს ახლა ბურთი საჩხერელებმა თავის მეტოქეს რამაც გამოიწვია ეს ასთვის სასიამოვნო ეპიზოდი კიდევ კარგი მასიმოვმა ძალიან დიდი დრო დახარჯა ბურთის დამუშავებაში და მერე კარში დაარტყა ცუდად რა ხელებში მოვიდა ბურთი მაქსიმე კვილითაიას კორიფაძე ოდიკაძე გაბედავა დათუნაიშვილი ბურთით ოდიკაძე კორიფაძე ჩააწოდა საჯარიმო მოედანში საბოლოოდ არ დატოვა ბურთმა მოედნის პარკლები ბერტუჩიმ მიუსწრო ბურთს და ზუსტი გადაცემაც გამოუვიდა დაიძრა წინ ვობაი რომელსაც ჩაუვარდა ფეხებში კაშია ბრავო ძალიან სუფთად, ძალიან ოსტატურად დაარტყა ბურთი ნეფჩის მე-10 ნომერს ჩიხურას მცველმა პასი ზუსტი არ არის. ისევ ბაქოელები. მასიმოვი. ფლავინიო. ისევ ფლავინიო ბურთით კედლის გათამაშება მოინდომეს ბაქოელებმა და თითქმის გამოუვიდა თამაშგარეა გაბედავა კარგი გადაცემა ჯიღაური სტამენკოვიჩია უშეცდომა ცოტა წამით რომ დაეგვიანებია სტამენკოვიჩს კარგან გამოსვლა ასე ადვილად ნეფჩი იმ შეტევას ვერ გადარჩებოდა კიმაძე საბოლოოდ მოიგო მან ორთა ბრძოლა ჯამბულ ჯიღაურის მეშვეობით მაგრამ ბურთი მერე დაკარგა ფლავინიო დათუნაიშვილი კარგი იყო ამ ეპიზოდში ცენტრალური ნახევარმცველი ჩიხურასი დეკანოიძე კიდევ უფრო უკეთესი სწრაფია დეკანოიძე შეუძლია მას სისწრაფეზე მეტოქის მოტყუება ჩააწოდა საჯარიმო მოედანში მაგრამ იქ იანუზადე დახვდა ბურთს და მოიგერია იგი მოედნის პარკლებს გარეთ კუთხური
თორნიკე მუმლაძე გამოვა მოედანზე ქორიფაძის ნაცვლად. პირველი ცვლილება ჩიხურას შემადგენლობაში 79 წუთია მატჩისა. სტანდარტი, რომელსაც შეასრულებენ საჩხერელი ფეხბურთელები, ჩაწოდება მაღალი საჯარიმო მოედანში არ მივიდა ბურთი უჭუხიძემდე. მოიგერიეს, შემდეგ იგი ბაქოელებმა მთელი გუნდით იცავდა ნეფში თავს. აშია. შემდეგ რეხვიაშვილი. მარჯვნივ გადაცემა იქ ოდიკაძე მარტოა აბსოლუტურად ბურთი მიიღო, ჩააწოდა საჯარიმო მოედანში. საბოლოოდ დაიკარგა ბურთი. 10 წუთი ცოტა მეტი იქნება აუცილებლად არბიტრს მიერ დამატებული დროც. მაქსიმუმ ჩავთვალოთ, რომ 15 წუთი რჩება ჩიხურას, ისიც თუ 5 დაამატა უმრელმა რეფერიმ. 2 გოლის გასატანად მეტოქის გარშე. ბაქოელები განაახლებენ თამაშს. ის რომ ახლა სწრაფად ბურთისკენ ვობაი არ მიდის. ეს აბსოლუტურად გასაგებია. ოთხორი უნდა მოაწოდოს. რაღაცებს ისვრიან გულშემატკივრები. ვობაიმ ესეთ მტკიცებად აიღო ერთ-ერთი საგანი, არ არის საჭირო ხამერის გაკეთება. ძალიან მკაცრია ხოლმე UEFA ასეთ ვითარებაში. ოდიკაძე. არაზუსტი პასი. ფლავინიო. აუტი. გვერდით ხაზგან თამაშს მასპინძლები განაახლებენ. დათუნაიშვილმა მოაწოდა, რეხვიაშვილმა მიიღო ბურთი. ისევ დათუნაიშვილი. აშია. დარჩა ბურთი მასპინძლებს ცოტა გაუმართლა დეკანოვიძეს და შემოიწია ცენტრისკენ. 51 ნომერი კარგი ჩანაფიქრი იყო მარცხენა ფლანგზე თიმაძისთვის პასის გაკეთება. ჩაიჭრა სამწუხაროდ ეს გადაცემა. ვობაი ბურთით 4-4-ზე არიან. 4 შემტევია 4 მცველის წინააღმდეგ. შეუძლია ვობაის ბურთის დაჭერა, რაც საკეთებს კიდეც. საბოლოოდ გადააქვს თამაში მარცხნივ. ბერტუჩი ჩააწოდა კი არა და კარში დაარტყა, ძელს მოხვდა ბურთი. ფლავინიო. არა, ეს პასი განწერული იყო უკვე. იქ კი კიდევ ერთ ეპიზოდში გადავხრჩით. ცოტა დაყლა დაეთყო ჩიხურას. წინა მომენტი იყო ამის დამადასტურებელი, როდესაც 4 იყვნენ ბაქოელები შეტევაში და 4 მცველით იცავდა ჩიხურა თავს. ძალიან გვიან მერე ჩაირბინა ჯამბულ ჯიღაურმა. მესამე ცვლილება არის იმამ ვერდიევი გამოდის მოედანზე ვობაის ნაცვლად. ჯავით იმამ ვერდიევი, ჯულიუს ვობაი. კარგად თამაშა ვობაი. საგოლე გადაცემის ავტორია, ერთ-ერთი ბურთი ნფორიმ სწორედ მისი პასის შემდეგ გაიტანა. ოდიკაძე. კარგი გადაცემაა იქ. შეიძლება სახიფათო თიერიშის განვითარება, ჩაწოდება საჯარიმო მოედანზე გაბედავა. არც პასი გამოვიდა და არც კარში დარტყმა სამწუხაროდ. ნფორი. საბოლოოდ დაკარგა კამერონმა ბურთი. მე ძალიან სწრაფად შეგახსენებთ, რომ 10 რიცხვში
საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში იწყებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობას და 10-ში პირველი თამაში ქართულ კალათბურთელებს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც დაიწყება 19 საათზე თბილისის დროით სპორტის სასახლეში, ასე რომ ყველას მოუწოდებ მივიდეს ამ თამაშზე და უკომაკოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, იწყებენ ქართული კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობას. ყვითელი ბარათია, რომელიც მიიღეს ჩიხურას ფეხბურთელებმა ფლავინიოს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის. ნეფჩი შეტევაში. დარტყმა კარის მართულებით კიდევ ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი. თუმცა დარტყმული ზუსტი არ გამოდგა. მაქსიმალურად სწრაფად მასმენძრები ცდილობენ ის გადატანას მეტოქის ნახევარზე. ამ სისწრაფეში უშვებენ შეცდომებს. თანაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჩიხურას დაეთყო დაღლა. ოდიკაძე იყო მოედნის ცენტრში, შემდეგ დათუნაიშვილი. ძნელია რა თქმა უნდა ახლა როდესაც ძალიან მოკლე სათათარიღო და სკამი გაგდა პლუს ამას რამდენიმე განაცხადში კი არიან იგივე ბეჭვაია და იგივე ლაშა ჭერლიძე, მაგრამ რამდენადაც ცნობილია ტრავმირებულები იყვნენ ეს ფეხბურთელები და ეთქობა ფიზიკური კონდიციები არ არის მათი დამაკმაყოფილებელი. ყველა ვარიანტში ალბათ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ორ-რაუნდიანი ბრძოლა და ძალიან ახლოს არის ნეფჩი იმასთან რომ სწორედ იგი გავიდეს პლეი-ოფში და არა ჩიხურა ჩვენ და სამწუხაროდ ყველა ვარიანტის საჭიროებს მადლობა ეკუთვნით თუნდაც ბურსასთან ჩატარებული თბილისური მატჩისთვის, თუმცა აი ახლა არის ძალიან კარგი და ძალიან სახიფათო ეპიზოდი. ამ პასი უნდა გაკეთებულიყო, ან კარში დარტყმა იყო საჭირო, ასე მთელი გუნდის მოტყუება ძალიან ძნელია. შესაბამისად ეს ეპიზოდიც დაიკარგა. ფლავინიო თავდადებას ნამდვილად ვერ დაუკარგავთ სოზოფრუიძეს შეგირდებს. აკეთებენ ისინი ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ, რამდენიმე მომენტში აშკარად არ გაუმართლათ. ოდიკაძე ვერ მიიღო სამწუხაროდ ბურთი, გაბედავა. ჩაწოდება საჯარო მოედანში, აუტი. რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლათ, ერთხელ საჯმა დაგვაღალა და რბილად ნათქვამია. დაუშვა აშკარა შეცდომა, როდესაც პენალტი იყო დასადები ნეფჩის კარში. შეცდომები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით ნამდვილად და ვერსად გავექცევით, ნამდვილად იყო ეს ხარვეზები ჩიხურას თამაშში დაცვაში უპირველეს ყოვლისა უგულისხმობ. ნფორის ჰეტრიკი 3 გოლი 2 არის ნამდვილად ჩიხურას ფეხბურთელების სინდისზე. მეორე და მესამე მუნტებს გულისხმობ. ეს ყველაფერი ერთად საბოლოო ჯამში გვაძლევს ჩვენ და სამწუხაროდ აი ამ კონკრეტულ მატჩში არა დამაკმაყოფილებელ შედეგს და ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის შედეგი მიღწეული აი ამ სეზონში ევროტურნირებზე ნამდვილად არა დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ახლა წინა სეზონი რომ გავიხსენოთ, აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა იყო, სხვა ვითარება იყო. ორი კლუბი იყო, რომელიც მონაწილეობდა პლეი-ოფის სტადიაზე.
სამწუხაროდ ამავე ტურნირის პლეი-ოფის სტადიონზე სამწუხაროდ რამდენადაც ჩანს ასეთი კლუბი წლევანდელ სეზონში ჩვენ არ გვეყოლება. ვინაიდან ჩიხურა ბოლო ქართული გუნდია, რომელიც თამაშობს ევროტურნირებზე და 99 წუთზე ამოიწურა ეს 99 წუთიც განმეორებით შეხვედრას ნევჩისთან აგებს ანგარიშით 2-3-ს. კაშია მიიღო ბურთი, დატოვა იგი მოედნის ფარგლებში, შემდეგ გაიწია წინ და დაკარგა. კონტრშეტევა ბაქოს ნევჩის. 4 წუთია დამატებული შეხვედრის მსვლელობაზე, ჯარიმა არის, რომელსაც შეასრულებენ ბაქოელი ფეხბურთელები. შარშან გახსოვთ ალბათ დინამო იყო და იყო გორის დილა. მე რეპორტაჟის დასაწყისში სწორედ დილას გავამახვილე ყურადღება, ვინაიდან და რადგანაც ორჯერ ზედიზედ გორელები იყვნენ გასულები და ორივეჯერ თითქოს ისე ჩანდა, რომ პირველი მატჩის შემდეგ მათ შანსი ჰქონდათ მარტინოსთანაც და რაპიდთანაც ორაუნდიანი ბრძოლებისთვის, ახლა მთლად მიუღებელი შედეგები პირველი შეხვედრის შემდეგ არ ყოფილა დაფიქსირებული. სამწუხაროდ ამ სეზონში ვერც ერთი ქართული კლუბი პლეი-ოფის სტადიამდე ვერ მივა. ეს დასაფიქრებელია, ეს კიდევ ერთხელ უკან გადადგმული ნაბიჯია. არა მარტო საკლუბო ფეხბურთის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის. შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად ანალიზი, მომხდარს. პირველ რიგში ანალიზი თვითონ იმ კლუბებში და განსაკუთრებით იმ გუნდებში, რომელთაგანაც ჩვენ უფრო მეც ველოდით, იგივე დინამოს და ზესტაფონს გულისხმობ. ჩიხურას კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მადლობის მეტი ალბათ გულშემატკივრის მხრიდან ნამდვილად არაფერი ეთქმის, ვინაიდან ბურსასთან გამარჯვება, ბურსასთან, რომელიც ყველა კომპონენტით ინფრასტრუქტურიდან დაწყებული მატერიალური საშუალებებით დამთავრებული ჩიხურას ბევრად სჯობს. ბურსასთან გამარჯვება ორაუნდიან ბრძოლაში იყო მართლაც გმირობის ტოლფასი. პირველი მატჩი ბაქოში ჩიხურამ დაამთავრა ფრედ 0-0. აბსოლუტურად მისაღები შედეგი იყო. აი განმეორებითი შეხვედრა კი ჩვენ და სამწუხაროდ მთავრდება იმ შედეგით, რომელიც ყველაზე ნაკლებად გვაწყობს. მორიგი ყვითელი ბარათი ამჯერად რეხვიაშვილს. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშიც არის ეხლა დაფიქსირებული ტაბლოზე, მე ვთვლი, რომ ჩიხურა გაცილებით უფრო მეც იმსახურებდა, ვიდრე აი ამ მატჩში წაგება. თუნდაც იმ მომენტებიდან გამომდინარე, რომელიც საჭყელებმა შექმნეს მეორე ტაიმში, როდესაც ერთი აბსოლუტურად მყარი ბურთი აიღო სტამენკოვიჩმა. კარდოსოს მოხდა კორიფაძის თვალწლები დარტყმის შემდეგ, ბურთი იცვალა მიმართულება და როგორ მოახერხა და როგორ მოასწრო სტამენკოვიჩმა ამ ბურთის ხელის მოთხრა ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მერე იყო აი ეს ეპიზოდი დაუნიშნავი 11 მეტრიანი. ორი აზრი არსებობს, პენალტი იყო. იყო ოდიკაძის ეპიზოდი. სამი ძალიან რეალური შანსი ჰქონდა ჩიხურას მეორე 45 წუთში. ერთი გოლის გატანაც მოახერხეს მასპინძლებმა მეორე ტაიმის დებიუტში, მაგრამ სამწუხაროდ ეგ იყო და ეგ მეტის გაკეთება ჩიხურამ ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა და ალბათ ეს ასეც იქნება, რომ საფინალო სასტენის შემდეგ გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილონ სოსოპროიცის გუნდი მინდვრიდან. ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვალ, ამ გუნდმა გააკეთა ყველაფერი, რაც მას შეეძლო.
და მხოლოდ მეორე ევროსეზონია ეს ჩიხურასთვის. აბსოლუტურად გამოუცდელი კლუბია. რომელიც იმედი დავიტოვოთ, რომ სწორ გზაზე დგას, იმედი დავიტოვოთ, რომ განვითარდება, იმედი დავიტოვოთ, რომ საჭიროებმა მიიღეს აუცილებელი გამოცდილება აი ასეთი ორ-რაუნდიანი ბრძოლებისა და თუ ჩიხურა იქნება უკვე მომავალ სეზონშიც საქართველოს წარმომადგენელი ევროტურნირებზე აი ეს გამოცდილება მათ ძალიან გამოადგებათ. აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა აზერისპორტმა მაგალითად დაწერა უკვე იმის შესახებ, რომ ბაქოში ნევჩისა და ჩიხურას მატჩზე ჩამოსულნი იყვნენ ბურსას წარმომადგენლები, რომლებიც აზერისპორტის ინფორმაციას თუ დავაყრდნობით, რომლებიც ანხორციელებდნენ დაკვირვებას ბერტუჩიზე, ფლავინიოზე და რეხვიაშვილზე. ბერტუჩის და ფლავინიოსი ნამდვილად არ ვიცი, რამდენად სიმართლე შეესაბამება. რეხვიაშვილთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია მართლაც რომ არსებობს. ფორი გაყავთ. მოვედინა ჰეტრიკის ავტორი დღევანდელ მატჩში. ნახოთ, საქართველოს ჩემპიონატი სულ მალე იწყება. მივადავნოთ თვალყური, როგორ განვითარდება ჩიხურას საქმეები უკვე ეროვნულ ჩემპიონატში. უკვე ძალიან ბევრი გადაცდა იმ 4 წუთსაც, რომელიც დაამატა უნგრელმა რეფერიმ. მე-7 დამატებული წუთი მიმდინარეობს მატჩისა. ჩიხურა არის იმ შეტევაში, იყო პაუზები, არის საფუძველი იმისი, რომ აი ეს შეტევა დაამთავრებინოს უნგრელმა რეფერიმ საჩხერლებს. ასეც იქნება, გაისმის მატჩის თავარი არბიტრი საფინალო სასტანის ხმა 3-2 ნევჩიმ მოიგო. ბაქოელები ულოცავენ ერთმანეთს ამ წარმატებას. პირველ რიგში უნდა მიულოცონ მათ საშა სტამენკოვიჩს, სწორედ მან უნდა მიიღოს მილოცვები ფორისთან ერთად, უნებრივია. ვინაიდან ეს ორი ადამიანი გამოდგა გმირი დღევანდელი მატჩისა. მადლობა ჩიხურას აი საფეხბურთო სახამოებისთვის, რომელიც მან მოაწყო თბილისში, იგივე ბურსასთან შეხვედრა, იგივე მატჩი თუნდაც დღევანდელი ნევჩის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქონდა ძალიან საინტერესო სიუჟეტი, არა ისეთი, როგორი ჩვენ გვინდოდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ახლა გოლებს, ნახეთ ფორის პირველი ბურთი, ეს მეორე. ეს არის გაბედავას ერთი საპასუხო გოლი, 2-1 გახდა ამ დარტყმის შემდეგ ანგარიში, მაგრამ საბოლოო ჯამში ტაიმი ნევჩიმ მოიგო 3-1. მეორე ტაიმის დასაწყისში გაბედავა მინიმუმამდე დაიყვანა ნევჩის უპირატესობა, აი სწორედ გაბედავა არის თქვენს ეკრანებზე, რომელიც ესალმება გულშემატკივრებს. მართლაც რომ მადლობა და ძალიან კარგია, რომ აპლოდისმენტებით აცილებენ კომაგები საჩხერის ჩიხურას, რომლის გამოსვლაც ევროტურნირზე დამთავრდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ ჩიხურამ იბრძოლა ყველა მატჩში აბსოლუტურად. იყო ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება პირველ ეტაპზე, იყო უმძიმესი დაპირისპირება ბურსასთან და საბოლოო ჯამში 11 მეტრიანების სერიაში გამარჯვება და აი ახლა მატჩი ნევჩისთან, რომელიც დასრულდა ბაქოური კლუბის გამარჯვებით ანგარიში 3-2. მე ამითი ნებამდოძე დაგემშვიდობოთ. ეთერში თქვენს მუშაობდა სანდროს მობილაძე, მადლობთ ყურადღებისთვის. ტრანსლაციის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში.
აგვისტო 17 საათი და 30 წუთი. პირდაპირ რეპორტაჟი ქობულეთიდან. საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა. შუქურა ზუგდიდი. პირველი პირდაპირ რეპორტაჟი ქობულეთიდან. ვინ არის ბრენდა ლი ჯონსი? მისი ამოცანა კვლელობების გახსნა. მისი მეთოდები არაორდინალური და შოკის მომგვრელია. მიზნის მისაღწევად მზად არის ნებისმიერი მსხვერპლი გაიგოს. ნახეთ. ახალი ბაქოს ნეფჩის თავარი მწვრთნელი გახლავთ ბიუკაკა გაჯიევი. ალბათ ისიც სათქმელია, რომ არც ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრასთან შედარებით არ შეცვლილა. თქვენს ეკრანებზე მსაჯთა ბრიგადა დღეს ამ მატჩს მომსახურებიან უნგრელი მსაჯები ტომაშ ბოგნარის ხელმძღვანელობით. სწორედ იგი იქნება მატჩის მთავარი არბიტრი. ორიოდე სიტყვით პირველი შეხვედრის შესახებ ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა იხილა კიდეც აი ეს მატჩი. ეს არის ბანერი no to racism, რომელიც რასიზმის დაგმობისკენ არის მოწოდებული. ეს არის ის სასჯელი, რომელიც UEFA-მ გამოუტანა ჩიხურას ბურსასთან ჩატარებული მატჩის ბაქოს ნეფჩის თავარი მწვრთნელი გახლავთ ბიუკაკა გაჯიევი. ალბათ ისიც სათქმელია, რომ არც ერთი გუნდის სასტარტო შემადგენლობა პირველ შეხვედრასთან შედარებით არ შეცვლილა. თქვენს ეკრანებზე მსაჯთა ბრიგადა დღეს ამ მატჩს მომსახურებიან უნგრელი მსაჯები ტომაშ ბოგნარის ხელმძღვანელობით. სწორედ იგი იქნება მატჩის მთავარი არბიტრი. ორიოდე სიტყვით პირველი შეხვედრის შესახებ ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა იხილა კიდეც აი ეს მატჩი. ეს არის ბანერი no to racism, რომელიც რასიზმის დაგმობისკენ არის მოწოდებული. ეს არის ის სასჯელი, რომელიც UEFA-მ გამოუტანა ჩიხურას ბურსასთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი მოვლენების და გამო. ბაქოს ნეფჩის ყავს ჩამოყვანილი გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა, რომელიც იყო კიდევ თქვენს ეკრანებზე, თუმცა ძალიან მცირე ჯგუფი არის და პირიქით ძალიან დიდი იმედი მაქვს მე, რომ თუ სტადიონი არ შეივსება ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში გარკვეული იმაზე მეტი რაოდენობა მაინც მოვა გულშემატკივრისა, რომელიც ესწრებოდა თუნდაც უკანასკნელ მატჩს საჩხერის ჩიხურასი, რომელიც მან გამართა ევროტურნირებზე ბურსას წინააღმდეგ შეხვედრა აქვს მხედველობაში. პირველი მატჩის შემდეგ ალბათ ყველამ იხილა ეს თამაში. ვერ ვიტყვით, რომ ნეფჩი აპრიორი უფრო ძლიერი კლუბია ვიდრე ჩიხურა, ვინაიდან თამაშის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა აბსოლუტურად თანაბარ ორთაბრძოლაში. იქ ერთი საინტერესო მომენტი იყო, პირველი მატჩი მიყავდა მე და ჩემ კოლეგას და მეგობარს დათო მინაშვილს და პირველი ტაიმის შემდეგ აზერბაიჯანული ტელევიზიის რეჟისორებმა შემოგთავაზეს სტატისტიკა, რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვეოდა UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულ სტატისტიკას და თავადაც ვინც ვადევნებდა თვალყურს დამერწმუნება, რომ პირველ ნახევარში მატჩისა ჩიხურამ რამდენჯერმე დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, ხოლო სტატისტიკურ მონაცემი კი მეტყოლებდა იმაზე, რომ ჩიხურას საერთოდ კარში დარტყმული არ ჰქონდა. მოკლედ, რატომ გავიხსენე ეს ფაქტი? იყო რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ბაქოლთა კარის სიახლოვეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ჩანსები ნეფჩის ფეხბურთელებსაც, მაგრამ ერთობლიობაში მატჩი წარიმართა თანაბარ ორთაბრძოლაში და შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ბაქოში, მიუხედავად იმისა, რომ ნეფჩის წარმომადგენლები და მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ეთანხმებენ მოსაზრებას, რომ იმ შეხვედრაში შედეგი დაფიქსირებული იყო ლოგიკური, მათი აზრით ბაქოს ნეფჩი იმსახურებდა მოგებას, მაინც ჩემი გადმოსახედიდან და ჩვენი გადმოსახედიდან ეს არ არის სუბიექტივისთან დაკავშირებული, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვინც უყურებდა დამეთანხმება, რომ შედეგი იყო იმ შეხვედრისა ფრე 0-0 აბსოლუტურად ლოგიკური. ფლავინიომ მიცა ინტერვიუ ამ თამაშის წინ ბაქოს ნეფჩის კაპიტანმა და მან განაცხადა, რომ დარწმუნებული არის იგი თავისი გუნდის წარმატებაში, ხოლო გაჯიევმა კი ცოტა არ იყოს ესეთი უსიამოვნო